საღამომშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. ფასების პოლიტიკა, სასურსათო ფასებთან დაკავშირებით შექმნილმა სამთავრობო კომისიამ ბიზნესთან კიდევ ერთი შეხვედრა გამართა. ამჯერად ადგილობრივი პროდუქციის მწარმოებლებთან. უნდა აღინიშნოს, რომ წინა ორი შეხვედრის მონაწილეებისგან განსხვავებით ყველაზე კმაყოფილი ფასების სამთავრობო დონეზე შესწავლით სწორედ მეწარმეები ჩანა. თუ ქსელურ მარკეტებთან ურთიერთობა საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება და ყველა იმას და იმდენს არ მოითხოვს პროდუქციის დახლზე განთავსებისთვის, როგორც ეს ახლა ხდება, ფასების შემცირების რესურსი ნამდვილად არსებობს. ასეთია ადგილობრივი მეწარმეების მოკლე პოზიცია იმ საკმაოდ რთულ და სოციალურად მნიშვნელოვან საკითხზე, რასაც ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ფორმირება ჰქვია. აპრილის ბოლომდე ფასების შემცირების პირობას იძლევა პრემიერის, თუმცა უკვე ახლა კომისიებისა და სუსის გამოძიების დასრულებამდეც ჩანს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება ფასებზე პოზიტიურად მოქმედებს და სავაჭრო ობიექტებში ეგრეთ წოდებული სააქციო ფასი პროდუქციის სულ უფრო დიდ ასორტიმენტზე ვრცელდება. გამოცხადდება თუ არა დიდი პოლიტიკური სეილი და რატომ გახდა ხელისუფლებისთვის სოციალური პასუხისმგებლობა ასე მნიშვნელოვანი მხოლოდ ახლა, როცა წლებია უკვე ხალხის ჯიბე მაღალი ფასებით იძარცვება. ამ და სხვა თემებზე ვსაუბრობთ ჩვენი გადაცემის სტუმრებთან ერთად. გიორგი შარაშიძე გახარია საქართველოს პარლამენტის დეპუტატია. ჩვენი გადაცემის სტუმარი გიორგი, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობის. სწორედ ამ თემით მინდა დავიწყოთ თქვენთან საუბარი, იმიტომ რომ ვიცით, უახლოეს პერიოდში შეიქმნება კიდევ ერთი კომისია, რომელიც ფასების საკითხით დაინტერესდება და ეს იქნება საპარლამენტო დონეზე შექმნილი კომისია. უკვე ვიცით მზაობა თქვენი პარტიის, რომ თქვენ ამ კომისიაში მონაწილეობას მიიღებთ, ხომ არ არის უკვე გადაწყვეტილი კონკრეტულად აი რა ფორმატში მუშაობს ეს კომისია და თქვენგან რამდენი დეპუტატი იქნება ამ კომისიის მუშაობის პროცესში ჩართული? ემა, მოგესალმებით მაყურებელს, მადლობა კითხვისთვის. ნუ მოგეხსენებათ თქვენ თავად ახსენეთ, ჩვენი პოზიცია ასეთი იყო პირველივე დღიდან და ამასაც თავის ახსნა აქვს. ამის საშუალებასაც მომცემთ იმედია. ნუ ველოდებით ახლა საგაზაფხულო სესიის დაწყებას. მოგეხსენებათ, იმ კვირაში იწყება სესია და ეს დეტალები კომისიის შემადგენლობა, ვინ იქნება ჩვენი გუნდიდან წარმომადგენელი კომისიაში და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი გადაწყდება იმ კვირის დასაწყისში. რაც შეეხება თავად ამ ფასების თემას, ხო, ახლა რა შეფასებას ვაკეთებთ ჩვენ და ნუ რა თქმა უნდა, ახლა ეს ფასები რომ მაღალია ქვეყანაში და ეს რომ ძალიან დიდ წნეხად აწევს ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეს მე მგონი ყველამ იცის, ხო? ეხლა ჩვენ ამ კომისიაშიც და ნებისმიერ განხილვაში შევალთ იმ დათქმით, რომ რა თქმა უნდა ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ოცნებას. მხოლოდ ოცნებას და არავის სხვას, ხო? სხვათა შორის გიორგი ბოძიშტიხით უნდა შეგაწყვეტინოთ, ცოტა ხნის წინ ვიცით, რომ მოსამართლემ 30,000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა გიორგი ვაშაძეს. ახლა მოვისმინოთ მისი კომენტარი, რომელიც მან სასამართლოს ხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ანუ საკმაოდ სხვა ტიპის საქმეა, ხო? ანუ საკმაოდ ესე ვთქვათ, მძიმე მუხლებია და აქედან გამომდინარე სავარაუდოდ ამ საქმეს საერთაშორისო ინსტანციებიც მოუწევს. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სამართლებრივი მექანიზმი, ესე არის პროცედურულად, რომ ისარგებლო საერთაშორისო მექანიზმით, აქ გამოყენებული უნდა იყოს ყველა, ასე ვთქვათ, დასაბუთება, არგუმენტაცია უნდა მოხდეს, რომ მერე შენ ეს დაასაბუთო. ეხლა ზოგადად რა თქმა უნდა თქვენ თვითონ ასე ვთქვათ გაგვეღიმა წერან ხო ყველამ ვიცოდით რომ მაინც დააკმაყოფილებდა 100% ხა პროკურატურამ რა თქვა რაც მოითხოვა ამ რეალობაში ვცხოვრობთ აი უსამართლობას როცა ვსაუბრობთ ეგ არის როცა შენ არ აგაქვს იმის მოლოდინი რომ შეიძლება მოსამართლემ რამე სხვა გადაწყვეტილება მიიღოს ვიდრე პროკურატურას უნდა ხო ანუ ეს არის ის უსამართლობა ანუ როცა ვამბობთ სამართლიანობას მეორე მხრივ სამართლიანობა არის პროცედურა და არა უბრალოდ სიტყვა ხო რომლის მიმართაც უნდა მქონდეს ნდობა ნდობა დღეს არ არის სამწუხაროდ და ამიტომაც ხდება ის რაც ხდება ქვეყანაში ახლა ბოდიში პასპორტზე ვიტყვი უბრალოდ პასპორტი იმიტომ ჩამომართვეს არა იმიტომ რომ ეხა გუშინად შემეძლო ამ პასპორტით წასვლა ხო ვიცოდი რომ ზურას პასპორტი ჩამომართვეს მეც პასპორტ ჩამომართვებდნენ თქვენ ციცოდით რომ სანამ შევიდოდი აუცილებლად 100% დააკმაყოფილებდნენ ამის კითხვის ნიშანი არავის არ ქონდა მაგრამ არ გავიქეცი არ წავედი მოვედი სასამართლოზე ხომ მაგრამ რატო წამართვეს პასპორტი იმიტომ რომ ამით აჩვენონ რომ
შემიძლია კიდევ უფრო გაგაწვალო, გაგაწამო. ეხლა პირადობაზე მკითხეთ თქვენ და გეტყვით. პირადობის წართმევა საერთოდ არ შეიძლება ადამიანისთვის, იმიტომ რომ პირადობა არ არის გადაადგილებისთვის. სამეცნიერო მომსახურება გინდა, ბანკში რაღაცა გინდა, ყოველდღე ხო უამრავ საქმეში გჭირდება პირადობა. ანუ ადამიანმა რომ უბრალოდ რაღაც ასე ვთქვათ უცილებელი საჭიროებები დაიგმო. ანუ არ შეიძლება და ამას იმიტომ უსაბუთებდი რომ ამ პირადობების შექმნაზე და ამ კანონებზე მე მაქვს ნამუშევარი და აქედან ბატონო, რა საპირებია 30,000 ლარიან გირაოსთან დაკავშირებით რა გვიქვით აპირებს თუ არის გადახდეს ესეც როგორც კი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფას გავაკეთებ, რა თქმა უნდა, როგორც იყო წინა საქმის შემთხვევაში, ზუსტად იგივენაირად გავაკეთებ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ასე მიმაჩნია სწორი, მაშინაც და ახლაც, მაშინ ცოტა სხვადასხვა პოზიციები ქონდა და მე კარგია რომ ეხლა ცოტა ხანი მაინც გარეთ ვიქნებით, რომ ცოტა ვიმუშაოთ, ხო, საზოგადოებასთან ერთმანეთთან, როგორ მივაღწიოს ჩვენ თავარი მიზანი არის სამართლიანობა იყოს ამ ქვეყანაში, ევროკავშირისკენ წავიდეთ, განვითარებულ ქვეყნებს შორის ვიყოთ და ყველა ადამიანს კონდეს თანაბარი უფლება საკუთარი თავის რეალიზების ნორმალური ცხოვრების ამ ქვეყანაში. საპირებთ ბატონო გიორგი, ცოტა ხანი გარეთ ვიქნებიო, თქვით და რასახს კომუნიკაციას აპირებთ საზოგადოებასთან, ზოგადად ოპოზიციური პარტიები რას აპირებთ? ამაზე მე თქვი გუშინ იყო მე მგონი გავაკეთე განცხადება, რომ რადგანაც ნამდვილად ეხა გეტყვით რომ ახალი გამოსული ვარ, მე არ მინდა რომ ეხა დავიწყო ჩემი რაღაცა გეგმებზე საუბარი და სწორი მგონია რომ მოусმინო ჯერ ეხა ვარ რაღაცა მექნება ერთი დაახლოებით 10 დღე რომ მოусმინო ადამიანებს. ბევრი მოსაზრება მაქვს, რა თქმა უნდა, რა სიახლეები შეიძლება გაჩნდეს ჩვენს ქმედებებში იმისათვის რომ ჩვენ გულწრფელ მიზანს რომ საქართველო იყოს დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო ევროკავშირისკენ წავიდეთ მივაღწიოთ ამისთვის რა უნდა გავაკეთოთ მაქვს მექნება კომუნიკაცია და ამის შემდგომ დაგიბრუნდებით იცით აქტიურად პროტესტებთან დაკავშირებით ბატონო გიორგი იცით რა არის აი მე ამ გაერთიანებაზე როცა არის საუბარი ხო მე ასე უყურებ ამ გაერთიანების საკითხს რა მართლა ეს შემდეგნაირად უყურებ გაერთიანებას ჩვენ ხო საერთო მიზანი გვაქვს ხო? გვინდა კიდევ ერთხელ რო ვთქვა, სამართლიანობა, ევროკავშირში გაწევრიანება, ბედნიერად ვიცხოვროთ ქვეყანაში და არ იყოს ერთი მეორეს ჩაგვრელი, ხო? ეს ხო არის ჩვენი მიზანი, აბსოლუტურად ხო. თუ მიზანი საერთო გვაქვს, მაშინ ტაქტიკურად ხო ისეთი ნაბიჯები უკვე საერთოდ ერთად უნდა გადავდგათ, რომ ამ შედეგზე გავიდეთ. მე ასე მგონია. მაგრამ კიდევ ერთხელ რადგან ახალი გამოსული ვარ, სხვა აზრებსაც მოვისმენ. სიმართლე გითხრათ, ეს პერიოდი საპატიმროში გამოვიყენე იმისთვის, რომ დავკვირვებოდეს ვის რა პოზიციები აქვს და ზოგადად მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში გვაკლია ერთმანეთის აზრის მოსმენა და გაზიარება. არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება, არსებობს შეთანხმებები, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს. ემა უსმენდით თქვენ ახლა გიორგი ვაშაძეს, რომელმაც დატოვა სასამართლოს ხდომის დარბაზი, მოვისმინეთ ასევე განცხადება იმის თაობაზე, რომ ის აპირებს გადაიხადოს 30,000 ლარი გირაოსახით, მას აეკრძალა ქვეყნის დატოვება, ჩამოერთვა პასპორტი, ასევე ID ბარათი, ზუსტად იგივე რეზულტატი დადგა, რაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შემთხვევაში, თუმცა ანონსებენ აღნიშნული ოპოზიციური პარტიები ერთის მხრივ დიალოგს, მეორეს მხრივ კი საბოლოო ჯამში ალიანსის შექმნას. სალომე ჯაფარიძეს როგორც ნახეთ ზურაბ ჯაფარიძის შემდეგ გიორგი ვაშაძე უკვე მეორე ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელსაც სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს თავისუფლების თავისუფლებიდან რამდენიმე დღეში და შეუფარდეს ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე 30,000 ლარიანი გირაო ჩამოართვეს პირადობის დამადასტურებული ყველა დოკუმენტი. მოდი ამ თემას შევეხოთ გიორგი და შემდეგ დავუბრუნდეთ საგამოძიებო კომისიის საკითხს. სადამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესი, იმიტომ რომ საბოტაჟის საქმეზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს საკმაოდ მძიმე მუხლი ემუქრებათ, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. პირადობში ულოცავ თავისუფლებას გიორგი ვაშაძეს, ახლა ნამდვილად არც ერთი პოლიტიკოსი არ გვემეტება არავის იმისთვის, რომ ხან კი ბატონო გასაგებია შეიძლება მხოლოდ 7 თვე იყო, მაგრამ ამ 7 თვეშიც დარწმუნებული ვარ, მათ გაცილებით მეტი რეზულტატის და სარგებლის მოტანა შეეძლებოდათ საზოგადოებისთვის, პოლიტიკური პროცესისთვის, ვიდრე მათ შეძლეს ეს საპატიმროში ყოფნით. ახლა თქვენ კარგად იცით, რომ თავიდანვე ჩვენი გუნდის პოზიცია იყო, რომ მათ ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ იმისთვის, ახლა აქ გირაოზე იყო საუბარი, თავად გიორგი ვაშაძე საუბრობდა, რომ ის მოსალოდნელიც იყო განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვიხილეთ ზურა გირჩი ჯაფარიძის პოზიცია, რომელიც ზად არის გადაიხადოს გირაო, უბრალოდ გაუგებარია. ვაშაძემ პირველ საქმესთან დაკავშირებითაც გადაიხადა გირაო, მაშინ
მას სხვებისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. ანუ ამ საკითხში შეიძლება ითქვას თან მიმდევრულია. კი, თანმიმდევრული, კი ბატონო, ხო გიორგიზე არ მაქვს საუბარი ზოგადად იმ პოლიტიკოსებზე, რომლებსაც ჰქონდათ საშუალება, აქ არ აქვს მნიშვნელობა ეს გირაო იქნება თუ რა, ხო, როცა ხარ პოლიტიკოსი და გაქვს ნებისმიერი ტიპის და ერთი შესაძლებლობა მაინც რომ შენ შესაძლებლობა გამოიყენო და ხალხთან დარჩე და ამას არ აკეთებ, ნუ საბოლოო ჯამში ეს არ უნდა იყოს კარგი პოლიტიკური პროცესი. ისმის რამდენად დიდხანს დარჩება ის თავისუფლებაზე. წავა თუ არა ოცნება ამაზე რომ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმისთვის ეს პოლიტიკოსები რომელიც ცოტა ხნის წინ გათავისუფლდნენ, მათ ამოეწურათ საპატიმრობა და ისევ ციხეში გაუშვან, ოღონდ უფრო ხანგრძლივი ვადით. არ მგონია, თუმცა ამავე დროს ოცნებისგან ყველაფერი მოსალოდნელია, ხო? ანუ როგორც დაჭირდება, ისე გააკეთებს. ამიტომ ვამბობთ ჩვენ რომ საჭირო არის სწორი, თანმიმდევრული, გონივრული, შეიძლება ეტაპობრივი და შეიძლება დროში უფრო მეტად ასე ვთქვათ, ხანგრძლივი, მაგრამ ოცნების დამასუსტებელი პოლიტიკის არჩევა დღეს თქვენი პარტიის სახელი გაკეთებოდა. დაუბრუნდები ვის როგორ ესმის, ასე ვთქვათ, დემოკრატიული, ხანგრძლივი და მიზანზე ორიენტირებული პოლიტიკური ბრძოლა. მანამდე დაუბრუნდეთ ისევ კომისიას და რა მინდა კითხოთ, სხვათა შორის აი როდესაც პარლამენტის ასე ვთქვათ, ფასების შემსწავლელ კომისიაზე არის საუბარი, ასეთ შეფასებაც მოვისმინე, რომ მაშინ როდესაც არსებობს სამთავრობო დონეზე შექმნილი კომისია, მაშინ როდესაც ფასების საკითხს სწავლობს სუსი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებებთან ერთად, რა საჭიროა დამატებით პარლამენტში შექმნილი კომისია და ხომ არ იქნება, ასე ვთქვათ, მიზანი, გარკვეული, ასე ვთქვათ, შოუს მოწყობა ამ საკითხთან დაკავშირებით. კარგი კითხვა, ემას ფოტოშორის უბრალოდ პირიქით იყო, მე მინდა გაგახსენოთ ეს ამბავი. თავიდან, როდესაც კობახიძემ დაანონსა ეს ფასებთან ეს ეგრეთ წოდებული ბრძოლა, მაშინ პირველად გახმოვანდა, რომ ეს იქნებოდა საპარლამენტო კომისია. მე მგონი დამეთანხმებით თქვენს შეგვიძლია გადავამოწმოთ, საერთოდ არ იყო საუბარი სამთავრობო კომისიაზე. ეს იყო საპარლამენტო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე. სხვათა შორის ამას მერე მოყვა ჩვენი თანხმობა, დაუყოვნებლივი თანხმობა და გარდა იმისა, რომ ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ, მაშინ თქვით ძალიან მნიშვნელოვანი რამ სხვათა შორის პირდაპირ კავშირში ამ თემასთან, დიახ, ფასები არის მაღალი, ფასები უნდა შემცირდეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკვე პროდუქტებთან ერთად ჩვენ გავიაროთ ყველა სხვა დანარჩენი პროდუქტი, რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას. საწვავი, ელექტროენერგია, საბანკო ინიციატივა იქნება უკვე აი ამ კომისიის ფარგლებში, რომ ეხლა საწვავით დაანონსებულია და მედიკამენტებით დაანონსებულია, აი სამთავრობო კომისიის დონეზე, მაგრამ უბრალოდ ფაქტებს ვაზუსტებ. ჩვენი ინიციატივა კი არ იქნება, ჩვენი ინიციატივა იყო. ანუ ჩვენ ყისიერად ვთქვით, რომ საკვე პროდუქტებთან ერთად ჩვენ დავაყენებთ საწვავზე და ელექტროენერგიაზე და საბანკო პროდუქტებზე და ასე ვთქვათ, მედიკამენტებზე. და ამას მოყვა სწორედ კობახიძის რეაქცია და ძალიან კარგი რომ მოყვა. და ნუ პრინციპში ამაზე ამიტომ არ ვამბობ ნიშნის მოგებით, რომ ხა ჩვენ თქვით და მან აიტაცა, მაგრამ ფაქტია რომ ასე იყო, სუფთა თანმიმდევრულობით გეუბნებით. ხო და დამატებით რა უნდა შეისწავლოს და რა უნდა გამოიძიოს საპარლამენტო კომისიამ. დამატებით პირიქით, შემდეგ როგორც ჩანს, ახლა ეს მოგეხსენებათ ოცნებას აქვს იმის რესურსი, რომ საკუთარ პროპაგანდისტულ ნაბიჯებს შემდეგ ყოველდღიურად ზომავს სხვადასხვა კვლევებით და როგორც კი ნახეს, რომ ეს ძალიან დიდი თემაა და საზოგადოებას მართლაც ასე აწუხებს და ყველა ფენას არ არის ადამიანი საქართველოში, ვისაც ეს პრობლემა არ აწუხებს, მე ადგენენ და ალბათ იფიქრეს, რომ ახლა პარლამენტს რატომ მივცეთ ეს თემა, აგერ სანამ საგაზაფხულო სესია დაიწყება, ისარგებლეს ამ დროით და პირიქით, ანუ მთავრობაში წაიღეს, ანუ თქვენ რასაც ვამბობთ, ლოგიკურია, უბრალოდ მე ფაქტების კორექტირებას ვაკეთებ, პირიქით იყო. მაშინ მე დაგიბრუნებთ კითხოს, საერთოდ რა საჭირო იყო სამთავრობო კომისია, როდესაც პირველი ანონსი იყო საპარლამენტო კომისიის. მაგრამ ნუ თან იქ გასაგებია რომ პარლამენტში ხა ჩვენ ვართ, ჩვენი გუნდია, გახარიას გუნდია და ნუ ხა როგორც ჩანს, მათ ძალიან დიდი სურვილი არ აქვთ რომ რაღაცა მთავარი ყველაზე ძირითადი ოპონირება ჩვენ გაგოწია პარლამენტში, მაგრამ ნუ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ხა არ მინდა ამ წვრილმან ნიუანსებში ჩავიდე. მაგრამ თქვენ აი ძალიან საინტერესო თქვით რომ პასუხისმგებლობა ეკისრებაო ქართულ ოცნებას, რაზე მაღალ ფასებზე, იმაზე რომ წლების განმავლობაში ადამიანები ჭარბ ფას იხდიდნენ კონკრეტულ პროდუქტებში. რაც საკმაოდ მძიმე დაწვებოდა მათ ჯიბეს. რამდენიმე მაგალითს დაგისახელებთ ახლა. თავი რომ დავანებოთ არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას და საფინანსო საბიუჯეტო პოლიტიკას და ასე შემდეგ. ანუ ფასების ზრდა პირველ რიგში რა არის? ეს არის ინფლაცია. ხო? ანუ ინფლაციაზე პასუხისმგებელი რა თქმა უნდა პირველ რიგში არის სახელმწიფო. გადმოვიდეთ უფრო ვიწრო დონეზე, ანუ კარტელურ გარიგებაზე, მონოპოლიაზე სახელმწიფოს აქვს შექმნილი ანტიმონოპოლიური სამსახური და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახური, რომლის უმთავრესი მანდატი, მთავარი მანდატი ერთერთმა ქართული ოცნების დეპუტატმა. კი ბატონო და მე ახლა აღმოაჩინე ეს.
ახლა აღმოაჩინა ეს. სწორედ ამაშია საქმე, რომ მათი პასუხისგებლობა საპარლამენტო კონტროლის პასუხისგებლობა, გნებავთ მთავრობის პასუხისგებლობა, კოკობახიძის არაბი ცოტა ხანი უკვე რაც პრემიერია, ხო? ანუ აღმასრულებელი ხელი იქამდე კიდე პირდაპირ პასუხისგებელი იყო მთავრობის კონტროლზე პარლამენტიდან. და შესაბამისად ახლა ეს ადამიანები დღეს გამოვიდნენ და სხვისკენ გაიშვირონ ხელი, უბრალოდ ეს არ მაგრამ ამას მე ვიტყვი, კი არ ვამბობ რომ ამაზე არ უბრალოდ ჯერ მოდი რა, ეყოთ პასუხისგებლობა, ახლა კალაძის არ იყოს, ახლა დღეს რო გამოდის და სრულიად უტიპარ განცხადებას აკეთებს, რომ მე მარტო ჩემ თავზე ვარ პასუხისგებელი, ხა ამდენი წელი იცით თქვენ საკრებულოში ვიყავით ჩვენ და სულ ამაზე იყო საუბარი და ანტიკორუფციულ კომისიას ვითხოვდი და სად არის კორუფცია გვაჩვენეო და თბილისის მერიაშიო და ყველა ამას საუბრობდა ოცნების დეპუტატები საკრებულოდან და ეხლა ხო დადასტურდა, ახლა მაინც ხო დადასტურდა და როგორ შეიძლება ასეთი სისტემური კორუფცია იყოს? კალაძის პასუხისგებლობის აღება იმ ადამიანებზე, ვინც საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა მერიაში და დღეს პირდაპირ არიან ვალდებულები კორუფციაში. ეს რომ იყოს ერთეული გადაცდომა. გასაგებია, ყველგან შეიძლება მოხდეს ჯერ ერთი პასუხისგებლიანი პოლიტიკოსი მაინც აიღებს საკუთარ თავზე პასუხისგებლობას, სულ არაფერ შუაში არ იყოს. მაგრამ ხა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ სუსის ხელმძღვანელი, ხა იქ მიკრო დონეზე აკონტროლებდა ბაღების მართვის სააგენტოს და ეს კალაძის, ანუ თბილისის მერის გვერდისავლით მოხდებოდა. წარმოუდგენელია უბრალოდ ამას ელემენტარულად ყველა მიხვდება, რომ ეს ასე არისო, ხო? მე ხა უბრალოდ რა ხდება, გვისაუბრია ამაზე ბევრჯერ, რომ რატომ არ არის თუნდაც ისო ფასებთან და ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში ნახეთ, რატომ არ არის ეს ფასებთან რეალური ბრძოლა? როგორ შეიძლება ფასებს რეალურად ებრძოლოს ამ შემთხვევაში უკვე კალაძის და კობახიძის დაჯგუფებამ, ამ კლანმა, რომელიც უბრალოდ ჩაანაცვლა ღარიბაშვილის და ლილუაშვილის კლანი, ეს არის და ეს არც კორუფციასთან ბრძოლაა და არც ფასებთან ბრძოლაა. გაუგებარია მაშინ როგორ შეიძლება არ ვიცი სამთავრობო თუ საპარლამენტო კომისიამ ან სულსმა და რა ვიცი შემოსავლების სამსახურის ხო როგორც მოვისმენთ დღეს მეწარმეებმა თქვენს რომ არანაირი პრობლემა არ შევიდნენ და დოკუმენტაცია ამოიღეს მაგრამ აი მხოლოდ ამ ორი კომისიის დონეზე რომ ვიმსჯელოთ ანუ გამოდის რომ თავისივე თავი უნდა გამოიძიოს და დასაჯოს ვის დასჯის ეს გამოჩნდება ჩვენ რას ვაკეთებთ ნახეთ პირველი მინდა რომ ჩვენი გუნდის პოზიცია ამ შემთხვევაში რადგან მე ვარ თქვენი სტუმარი იყოს კაფეო ჩვენი მოქალაქეებისთვის პირველი ფასები არის მაღალი ამაზე პასუხისმგებელი არის ოცნება რა თქმა უნდა ჩვენი პოზიციაა რომ ფასებმა უნდა დაიწიოს და რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ მოცნებას არ მივცეთ უბრალოდ საშუალება რომ ეს საკითხი ეს ძალიან მტკივნეული თემა გამოიყენოს პროპაგანდისტულად და რაზეც თქვენ საუბრობთ საკუთარი მიზნებისთვის პოლიტიკური კლანთა შორის ბრძოლისთვის ბიზნესის წნეხისთვის ინტერესების გადანაწილებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მათ შორის ჩვენ კომისიაში ნახეთ ხო მესმის მაგრამ უმრავლესობაში ისინი გავაგებინებთ სიმართლეს და ნუ ეს არის ჩვენ თავარი როლი ხო ამ შემთხვევაში და მაქსიმალურად გადაწყვეტილების ბერკეტი მათ მხარეს იქნება ყველა შემთხვევაში კი ბატონო ეს 100-ია ზოგადად და როდესაც ოპოზიციაში ხარ 100-ია ზოგადად მაგრამ შენი პასუხისმგებლობა გაქვს ოპოზიციაში ყოფნის დროსაც და შენი წილი საქმე უნდა გააკეთო ხო ხო და ამიტომ ამბობ რომ და რომც თავი დავანებოთ კიდევ იმას რომ აი ამასაც რო თავი დავანებოთ ინტერესებს და წილებს და გავლენების განაწილებას და კლანებს შორის დაპირისპირებას ხო აი რომც დაუშვათ ფასების შემცირდეს ამის გარეშეც დაუშვათ ოღონდ მოკლევადიანი ჩარევით ესეც ძალიან დიდი პრობლემაა იმიტომ რომ ეს თავიდან ბოლომდე იქნება რაღაცა ასე ვთქვათ შოუს ელემენტი აი დღეს რაღაც ერთ ეტაპზე საზოგადოება რაღაც კმაყოფილი დატოვეს მეტნაკლებად ასე ვთქვათ რაღაცა პოზიტიური ცვლილებით მაგრამ ამას შეიძლება თვეების შემდეგ და წლების შემდეგ ძალიან სერიოზული პრობლემა ანუ საფუძვლიანად უნდა მოხდეს ამ პრობლემის შესწავლა და გრძელვადიანი გადაწყვეტა ამ საკითხში სიღრმისეულად და გრძელვადიანად და არამოკლევადიანად ხო და ამიტომ ჩვენ ამის დამზღვევი არის ერთ-ერთი გუნდი ხა პარლამენტში პირდაპირ ვთქვათ იმიტომ არ ვამბობ ხო ჩვენ თავზე ვსაუბრობ ხო მაგრამ ჩვენი გუნდი რომელსაც კომპეტენციაც აქვს მაგის პოლიტიკური გამბედაობაც და ყველაფერი დანარჩენი რაც საჭიროა იმისთვის რომ ოცნებას ამის საშუალება არ მივცეთ ხო ეხლა მე ხო ის მაგალითი იმიტომ კი არ გითხარით რომ ხა მაინდა-მაინც რაღაცა ნიშნის მოგებით საუბრობ მართლა ჩვენ ვიყავით პირველები გადაამოწმეთ საერთოდ არ იყო საწოლზე საუბარი სწორედ მას შემდეგ დაიწყო კობახიძე ამ თემის წამოწევა როდესაც ჩვენ თქვით ეს საკითხი ხო და მინდა გითხრათ რომ კიდევ ძალიან ახლოს უკავშირდება ჩვენ საპარლამენტო მუშაობას ჩვენივე ინიციატივა თქვენ იცით ეს კარგად გეცოდინებათ დარწმუნებული ვარ ჩვენ მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ ვიცით ჩვენ ახლა სულ რაღაც ორი თვე მოგვიწია ჯერჯერობით პარლამენტში მუშაობა მაგრამ ერთ-ერთი ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა რომელიც თაროზე 1000 ლარიანი თაროზე შემოდო ოცნება ნუ გადადო საგაზაფხულო სესიისთვის და ახლა ველოდებით ამის განხილვასაც პირდაპირ კავშირშია ფასებთან ახლა ფასების შემცირებაზე რაღაცა საუბრობდა და შოუს და გამდედა ამ დროს არაფრად დაგიდეს ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება იმას რომ მინიმალური ხელფასი ამ ქვეყანაში 100,000 ადამიანს 500 ლარზე ნაკლები აქვს ეს წარმოუდგენელი ეს საკითხი რომ შევაჯამოთ და საბოლოოდ მოვისმენთ თქვენი პოზიცია
ანუ თქვენ არ გაქვთ მოლოდინი რომ ოცნების საპარლამენტო კომისია ამ საკითხს ობიექტურად და ძირეულად შეისწავლის და თუ კი აღმოჩნდება რომ აი ამ არ ვიცი კარტელურ გარიგებებში შეთანხმებულ ფასებში თუ ძალიან მაღალ ფასნამატში პასუხისმგებლობის წვლილი მათ თანაგუნდელებს მოქმედს თუ ყოფილს მიუძღვის ისინი რეალურ შედეგებს არ დადებენ და მაინც აპირებთ მონაწილეობა მიიღოთ ამ ნებისმიერ შემთხვევაში ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას კიდევ მეორე იმიტომ რომ არ დავუშვათ არასწორი მიმართულებით წავიდეს ეს საქმიანობა ეს არის ერთი სიტყვით რომ ვთქვათ ხო და ეხლა აი 1000 ლარიანი ხელფასი რატო არის კავშირში მაშინ აი მე სხვადასხვა მე მომიწია ბრიფინგის ჩატარება და აი მაგალითად საერთოდ არ იყო ფასებზე ჯერ საუბარი მოგეხსენებათ და მაგალითად მოვიყვანე სუპერმარკეტები და ბანკები. თორე თქვენ კარგად იცით ხო ბიზნესაც აჩუქებთ იგივე წარმატებით როგორც პოლიტიკას და ყველაზე დაბალი ხელფასები ხო დღეს სად არის? ორ სექტორში ძირითადად. ანუ მაღაზიის მოლარეებს, მომსახურების სექტორში და ბანკის ოპერატორებს. ეს ორივე სექტორი მუშაობს ზემოგებაზე, ხო? ახლა მაინც ხო გაიგო ხალხმა რომ თურმე თუმცა სტატისტიკაში წერია რომ ბანკები, ანუ ფინანსურ სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ხელფასი, მაგრამ ის არასწორად არის დათვლილი, არის საშუალო, გამოყვანილი ყველაზე დაბალსა და ყველაზე მაღალ შორს. დავასრულებ ერთ წინადადებაში და მაშინ მათი პოზიცია იყო სხვადასხვა ფინანსთა მინისტრის ბიუჯეტის განხილვას დაემთხვა და ესო როგორ წარმოგიდგენიათ თქვენო ეხლა ბიზნესო ჩვენო როგორ ჩავერევითო და როგორ ვეთქვითო რომ თუ მაგალითად შეუძლია დღეს 400 ლარად ამუშაოს ახალგაზრდა ადამიანი სწავლას მოწყვიტოს იმიტომ რომ რაღაცა საკუთარი თავი გადაირჩინოს და ბიზნეს თუ შეუძლია რომ 400 ლარად აიყვანოს თანამშრომელი ხა 1000 ლარი რატო უნდა გადაუხადოსო წარმოიდგინეთ აი ეს მთავრობა პირდაპირ სიტყვით შემიძლია ეს ამოვიღო მისი ნათქვამი და ეს ხალხი ხა დღეს ფასებზე გველაპარაკება თითქოს ძალიან აწუხებთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ხო იმედია ეხლა ბიზნესი თანამშრომლების ხელფასების შემცირების ხარჯზე არ დააკომპენსირებს იმ მოგებას, რომლის ასე ვთქვათ, შემცირებაც ნამდვილად არის ამის რისკიც. ამიტომ ნახეთ, ემამ ძალიან კონკრეტული მაგალითი გითხარით, იმიტომ რომ მაინდა-მაინც ჩვენი ინიციატივაა. ერთის მხრივ ამას აკეთებდი თითქოს ფასებს ხელოვნურად ამცირებდე და ამ დროს 300 ლარიან ადამიანს ძლივს 300 ლარი რო აქვს, იმასაც კიდე საფრთხეს უქმნიდე და არ ეთანხმებოდა ჩვენს ინიციატივას 1000 ლარიანი მინიმალური ხელფასის დაწესებაზე, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში. ეს პირდაპირ ავლენს იმას, რომ ეს არის უბრალოდ რაღაცა ფასადური მოჩვენებითი და არასიღრმისეული და გრძელვადიანი ბრძოლა. ხო, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ისეთი გრძნობიარი თემა მოსახლეობისთვის, ხო, პოლიტიკოსების ნაწილი თulis, რომ ეს არის უხეში ჩარევა ბიზნესში და პირდაპირ შეიძლება ითქვას, არ ვიცი, დაშინების და დარეკეტების მცდელობა ასეთ სურვილს თქვენ ხედავთ? რა თქმა უნდა, ამის ნიშნები არის, ეხლა ნორმალურ ქვეყანაში ფასები ასე არ მცირდება. ფასები მცირდება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად და სამართლიანი ბიზნესს შორის სამართლიანი ურთიერთობის კონკურენციის და თამაშის სამართლიანი გამჭვირვალე და ღია წესების დანერგვა. აი მანამ სანამ შედეგი არ დადგება კონკრეტული ვიტყვი რომ წლებია ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით. ზეპირად შემიძლია დაგისახელოთ რა გადასახადების გადახდა უწევდა მეწარმეს თუ არ ვიცი სადისტრიბუციო კომპანიას იმპორტიორს იმისათვის რომ კონკრეტულ ქსელში შეეტანა პროდუქცია სავაჭრო ქსელში აი აბსურდამდე დადიოდა ხოლმე სავაჭრო ობიექტების მოთხოვნები მაგალითად წინასწარი ითხოვდნენ ახალი მაღაზიის გახსნის საფასურს რომელიც ასევე ფასში იყო დაანგარიშებული. კი ბატონო და კიდევ ერთი რამე ძალიან მნიშვნელოვანი თქვენ ახსენეთ შესავალში რომ დღეს შეხვედრა გაიმართაო მწარმოებლებთან და ყველაზე მეტად კმაყოფილია ხა ამ თემას თხოვთ შევეხოთ 2 წუთით ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ხო? მოდით ესე ვთქვათ ფასების შემცირების ყველაზე სწორი სტრატეგია რა შეიძლება პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ აარჩიოს. ადგილობრივი წარმოების განვითარება. ანუ ეს არის მთავარი. ამდენიც ახლა 100 საწარმოდან დაწყებული აღარ დავიწყებ ახლა იმ ზღაპარი დაპირებების მოყოლას, ხო? ანუ ადგილობრივი წარმოება არ გვაქვს. თავად ამბობენ მაღაზიაში რაც იყიდება. კი იხურებოდა გიორგი, იმიტომ რომ ელემენტარულად ვერ შექონდა პროდუქცია და ვერ ახდენდა. ელემენტარულად შეიძლება რომ შენ ამბობდე რომ ადგილობრივი წარმოებას ახალისებ და იმ თაროზე გათავსების საფასური იმპორტირებულისთვისაც იგივე იყოს და ადგილობრივი წარმოებისთვის ახლა თუ ასეთ დონეზე ჩარევაზეა საუბარი, მე დღესვე მოვაწერდი ხელს მაგალითად იმ გადაწყვეტილებას რომ ადგილობრივი წარმოებისთვის საერთოდ უფასო იყოს და მხოლოდ იმპორტირებულისთვის იყოს ფასი. უბრალოდ აქამდე რატომ არ მიიქცია ამ პრობლემამ, არ ვიცი, ყურადღება ხელისუფლების, ანუ აქამდე არ დადიოდნენ მაღაზიებში, ახლა დაიწყეს მაღაზიებში სიარული. არა, ნახეთ, ჯერ ეგეთი ის რომ ეს უბრალოდ რაღაცა პოლიტიკური ტექნოლოგიის თემაა, ეს ერთი და დაჭირდათ ეს დღეს და კვლევებში ამოდის ეს თემა და ნუ ჭირდებათ ეს მათ პოლიტექნოლოგიურად ჭირდებათ. კონკრეტულად ახლა რატომ ჭირდებათ მოსახლეობის გულის მოგება, იმიტომ რომ არის ვერსია რომ აი კიდევ ერთი დასტური იმისა რომ
ნამდვილად ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება ქართული ოცნება. ნახავთ. მე მაინც არ მგონია რომ ამის რეალობა არის დღეს ქვეყანაში, მაგრამ ნახოთ, ყოველ შემთხვევაში, იქნება არჩევნები თუ არა, რა თქმა უნდა, ახლა ოცნება თავის გადასახედიდან თავის საქმეს იკეთებს, ახლა რეალურად ეს პროპაგანდა, ეს პოლიტიკური манипуляციები და ასე შემდეგ, აქ ამისკენ არის მიმართული, რომ ხალხს კიდევ ერთხელ დაანახოს, რომ ის არათუ არალეგიტიმური და არათუ, ასე ვთქვათ, ხალხისგან უარყოფილი, არამედ ისეთი ხელისუფლებაა, რომელიც აგერ ბატონო, რაც ამდენი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა, აგერ ადგენენ და როგორი ყოჩაღები არიან, მაგრამ ერთი რამე არ დაგვაუწყდეს და თუ დრო აღარ გვაქვს ეს ამ თემაზე, ამით დავასრულე. ყველა გადახდილი ლარიდან, რასაც ჩვენი მოქალაქე, აი დღესაც რომ შედიან მარკეტში, მაღაზიაში და ნებისმიერ პროდუქტს ყიდულობენ, ეს კარაქი იქნება, შაქარი, ზეთი თუ სხვა, ისინი წილს უხდიან ქართულ ოცნებას როგორც პოლიტიკურ პარტიას. იცით რატომ? იმიტომ რომ ყველა ეს ქსელი არის ქართული ოცნების შემომწირველი. და იცით ამას საიდან ვამბობ? იქიდან ვამბობ, რომ თავად კახაკალაძე, გენერალური მდივანი ქართული ოცნების რამდენიმე თვის წინ გამოგზავნდა და თქვა, რა გიკვირთ, რომ ქართული წარმატებული მსხვილი ბიზნესის 99% ქართული ოცნების შემომწირველიაო. იმიტომო, რომ მათ მოსწონთ ჩვენი პოლიტიკაო. და აბა ფასწარმოქმნის 1000 უაზრო არგუმენტი დაასახელა კოპახიძემ და ამ არგუმენტს რატომ არ ასახელებს? შემთხვევით, იმიტომაც ხომ არ არის ფასები მაღალი, რომ ამ გადახდილი საფასურიდან წილი ოფიციალურად მე არ ვამბობ არაოფიციალურზე არაფერს, სიტყვას არ ვძრავ, რომ ოფიციალურადაც ქართულ ოცნებაში მიდის. ამაზე რატომ არ საუბრობენ? ხო, იმედი მაქვს, რომ აი დაანონსებული პოლიტიკური დებატების ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ფასებიც იქნება და გასცემენ მოსახლეობას პასუხს, აი ხვალ რომ გაიაფთეს აბსოლუტურად ყველაფერი, ვინ აუნაზღაურებს ხალხს წლების განმავლობაში მათი ჯიბიდან უსამართლოდ ამოღებულ უამრავ ფულს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა და ამაზე უნდა არსებობდეს ხოლმე, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობის დაკისრების ნამდვილად და პრეცედენტი. ეხლა გადავიდეთ დებატების თემაზე, ვიცით ახლა პოზიციები, მათ შორის თქვენი პარტიის, რომ მხოლოდ გახარია ივანიშვილთან დებატები წარმოგიდგენიათ. უფრო რაღაცა რეალისტურად რო შევხედოთ ამ საკითხს, იმიტომ რომ არასოდეს მსგავსი არ გვინახავს ივანიშვილი დებატებში და ახლა მით უმეტეს არ მგონია სურვილი გამოთქვას მის ყოფილ ასე ვთქვათ პრემიერთან საჯარო დებატებში შევიდეს. დღეს ვნახეთ ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ მაგალითად მათთვის წითელი ხაზია ასაკრძალი პარტიების პოლიტიკოსებთან დებატებში შესვლა. მათთვის მიუღებელია ისეთ სივრცეში საჯარო დებატების მოწყობა, სადაც არსებობს რისკი, რომ დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ფიზიკურად შეეხონ. თქვენ თუ გაქვთ რაიმე პოლიტიკური წინაპირობები და ვისთან განიხილავთ დებატებს რა თემაზე? ბატონო, გეტყვით. ნუ ჯერ ერთი ეს ოცნებაც სრულიად ურთიერთგამოუწყებელ განცხადებებს აკეთებს. ახლა გასაგებია, რომ ხა ის ნინო წილოსანის განცხადება თქვით თქვენ და ეს არ მგონია მისი პირადი ინიციატივა ყოფილიყო. ესეც რაღაცას ემსახურება და მალე გამოჩნდება, რას ემსახურება, მაგრამ ერთი რამე უნდა ვთქვათ, ხო? იმ ფასების არ იყოს. ამ ქვეყანაში დებატების არ არსებობა, განსხვავებული აზრის აი დაბლოკვა, ჩახშობა, ის რომ ოცნება გამოდის მონოლოგის რეჟიმში დღემდე საკუთარი ტელევიზიებიდან ელაპარაკება ხალხს და 1000 ტყუილებით და ზღაპრებით და სისულელეებით. ხო, თქვენს რომ გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან, დღეს იყო ერთ-ერთი დეპუტატის განცხადება. ხო, ამასაუბრ ნახეთ, ყველა ესეთი ინიციატივა, ეს რომ ნორმალური ვითარება იყოს, რომ მართლა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა იყოს, ჯერ იწყება აღიარებით და მერე იწყება ნაბიჯების გადადგმა. ჯერ უნდა გამოხვიდეთ და თქვა რომ დიახ, გავიგე რომ შეიძლება რომელიღაც სხვა ოპოზიციური ტელევიზიის წვლილიც არის ამაში, მაგრამ შენ ახლა იმედი კონდეს, რუსთავი კონდეს, პოსტები კონდეს და ახლა რაღაც მარტო ერთი ტელევიზიისკენ გაიშვირო, ხელი ესე არ არის. იმიტომ რომ თავად ესენი არ იყვნენ და ჩვენ არ ვიყავით იმედთან მივდიოდით აქციებს უწყობდით, გახსენით გახარიასთვის პირდაპირ ეთერი და დებატებია და ახლა ვერ გავიგე ამის მერე გამოხვიდე და ახლა სხვას დააბრალო ის რომ თითქოს მისი ბრალე თან deep state-ის თურმე deep state-ის ხო მე რამდენი დადასტურებენ თვითონვე რომ თავად არიან deep state-ის მათულები. გახარიას გარდა ვინ ვისთან ხართ არა ყველა ნებისმიერთან, ჩვენ არ გვაქვს პრობლემა ახლა გახარიასთან მათ პოლიტიკური დებატის ზოგადად არ მხოლოდ ამ ეტაპზე და ერთი წლის წინაც და იმ მომენტიდან, როდესაც გახარიამ გაბედა და გადადგა და არა მხოლოდ გადადგა, არამედ ოპოზიციური პარტია დაარსა. იმ მომენტიდან მათ რომ ასე ვთქვათ, არ აქვთ უნარი გახარიასთან და მის გუნდთან დებატების, ამიტომ ეს ორი აბსურდული საქმე შეუკვერეს ახლა ერთი 20 ივნისი და მეორე ჩორჩანა საქმე, ხო?
მაგრამ ეხლა რო ხედავენ რომ ამის და მიუხედავად რომ რაღაცა პერსონალურად ამ საქმეების გამო რაღაცა გახარია იძულებით ყოველ შემთხვევაში დროებით მართალია მაგრამ რაღაც ნაწილობრივ მაინც ჩამოაშორეს ამ პროცესს ეხლა მე ეგონათ ეხლა არ ეგონათ თუ ჩვენი გუნდი ამ ხელწინააღმდეგობას გაუწევდა ხა პირდაპირ თქვა ხო ყოველგვარი თავმჯდომარეობის გარეშე მათ შორის პარლამენტში იმიტომ რომ ჩვენ დებატები არ გვიკვირს ჯერ ეგრეთი იმიტომ რომ ამ დებატებს ვითხოვთ უცნებასთან წლებია სუბოლო მაგალითს გეტყვით ამ მუნიციპალური არჩევნების დროს თითქმის ყველა კანდიდატ შეთავაზება ქონდა ჩვენი გუნდიდან მერობის კანდიდატის გულისხმობდა ყველა უარს ამბობდა ოცნებიდან და მე და ბოლოს რაც მთავარია პარლამენტში ვართ და იქ დებატები ოცნებასთან ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ხო ქართულ ოცნებას განიხილავთ როგორც ოპონენტებს აი ამ საჯარო დებატებში იმიტომ რომ დებატები ნიშნავს რაღაცა განსხვავებული პოზიციების ჭიდოს ძალიან ბევრი განსხვავება არსებობს თქვენსა და სხვა ოპოზიციურ ძალებს შორის რატომ არ შედიხართ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თემატურ დებატებში ჩვენ ვიცით კარგად ჩვენ არაერთი ასე ვთქვათ გაბედული და ღია განცხადება, მათ შორის ძალიან მწვავე გაგვიკეთებია ოპოზიციის მისამართით. აქ უბრალოდ ოცნებაზე იმიტოა საუბარი, რომ მათ აქვთ de facto საჯაროდ გაკეთებული განცხადება და მეორეა, ასე ვთქვათ, აი ამ განცხადებებით და არგუმენტებით ჭიდილი, რა ვიცი, ერთ სივრცეში. არ გვაქვს პრობლემა ამის, უბრალოდ სამწუხაროდ, რომ მე მახსოვს აი წლების წინ თქვენ სტუდიაშიც აქ, ხო, სანამ ოცნება. ხო, არა, სანამ ოცნება დავუშვათ თვითონ გადაწყვეტი და დებატები და დებატების გაუქმება სამ ქვეყანაში, პირდაპირ ვთქვათ, ნუ ბევრი არა, მაგრამ გარკვეული წარმომადგენლები დადიოდნენ ამ სტუდიაშიც და ერთ მაგიდასთან ვისხედით რა, რატომღაც მე ისე მოხდა, რომ თავად ოპოზიციურ ტელევიზიებშიც გაქრა ეს ფორმატი ოპოზიციას შორის, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, აქ თავარი არის. ოპოზიციასაც აქვს ეს ღიაობის და მზაობის პრობლემა. ჩვენ არ გვაქვს, არ ქონია. ცალ-ცალკე აი ყველა ასეთ პოზიციას აფიქსირებს ჩემს გადაცემაში, მაგრამ როდესაც უკვე სამუშაო პროცესში ვცდილობთ შეთანხმებას დებატებზე, ყველა ამბობს უარს. აი მაგალითად თამარ ჩერგოლეიშვილმა წინა გადაცემაში პირდაპირ თქვა, რომ ოპოზიცია დებატებში ვერ დამიჯდება ფორმაში არ არიან, მხოლოდ იმაზე საუბრობენ, როგორ ჩაიგდონ ხელისუფლება ხელში. აი თამარ ჩერგოლეიშვილთან, ან მისი პარტიის წევრებთან დებატში პაექრობას განიხილავთ? არ გვაქვს პრობლემა, კიდევ ვიმეორებ, ხა არ მინდა. არავისთან არ გვაქვს დებატი, არავისთან არ გვაქვს დებატის პრობლემა. ოცნებასთან პარლამენტში ვარ, დებატების ფორმატში, ფაგოც პარლამენტის სესია მოგეხსენებათ ყოველდღიურ ფორმატში და რამდენი მაგალითი დაგისახელეთ უკვე და გაცილებით აქტიურები ვიქნებით ახლა საგაზაფხულო სესიაზე თქვენიც იქ გვაქვს ბერკეტები ინტერპელაციის წესით მინისტრების, პრემიერ-მინისტრების დაბარების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გასაგებია რომ ახლა ოცნებაა გადაწყვეტილების მიღება. იქ ჩვენ დებატი ახლა ერთ პოლიტიკოსზე როგორ გესაუბროთ, როცა 99 რადიკალი ქოციზის პარლამენტში და მათთან გვიწევს ოცნებაზე უფრო მეტი ასე ვთქვათ კრიტიკა, მწვავე კრიტიკა და უფრო მეტი პრეტენზია ოპოზიციიდან მოდის ხოლმე თქვენი მისამართით და ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რაზეც კარგი იქნება თუ კი აი ეს პირდაპირ ეთერში დისკუსიის ფორმატში არავითარი პრობლემა რომ ამორჩეულს ახლა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა დისკუსიის საფუძველზე მხოლოდ მართლ გუნდსა და ოპოზიციას შორის კი არ უნდა ქონდეს, არამედ ოპოზიციურ პარტიებს შორისაც უნდა ქონდეს არჩევანის შესაძლებლობა. აი ხო ერთიანდებიან, აი გაერთიანდნენ ეს ოპოზიციური პარტიები, ვინც არიან, აი ჩვენ ხო იცით კარგად და კიდევ ერთხელ დაგიფიქსირებთ, რომ ჩვენ თავი დაგვანებონ ოღონდ ერთხელ და სამუდამოდ გაიგონ, რომ არ ვაპირებთ მათთან არანაირ გაერთიანებას და უამრავი მიზეზი გვაქვს. ჩვენ რა მათგვინა მათი შემოთავაზება ამდენი ხანია ვეუბნებით, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა და თქვენ რა გააკეთეს მათ ერთიანობა 4 ოქტომბერს კარგად გულისხმობს რაღაცა ერთ პარტიას, ერთ ნომერს, რაღაცა ერთ სიას. არა, ეს იქნება, როგორც ისინი ამბობენ, ეს იქნება, როგორც ამბობენ წინასწარ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე მიდის შეთანხმება, მოლაპარაკებები ერთიანი მოქმედების სტრატეგიაზე. და ნუ კი ბატონო იმოქმედო ჩვენთვის უბრალოდ წითელი ხაზია ზოგადად ნაციონალური მოძრაობა და მათი ნებისმიერი წარმონაქმნი და მათთან ერთიანობა. ეს იქამდეც წითელი ხაზი იყო, ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების დროს ამოვიდით ჩვენ წითელი ხაზი იქნებოდა მათთან ნებისმიერი ტიპის კოალიცია და 4 ოქტომბრის შემდეგ რაც გააკეთეს ამათმა, ნუ ამის მერე ხო საერთოდ ჩვენ საერთოდ არანაირი შეხებაც კი არ გვაქვს მათთან, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში როგორ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ
ერთობაზე ისეთ პოლიტიკურ პარტიებთან, ვინც ასე გააძლიერა ოცნება და ასე დაასუსტა ოპოზიცია. ასე რომ ახლა ჩვენ ვართ კიდევ მეორე პარლამენტში, იქ დებატებიც გვაქვს ყოველდღე ოცნებასთან და არა მხოლოდ დებატები, ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობაში ვართ. ახლა სხვა არის ბევრი მათ შორის ოპოზიციური ტელევიზია, ამას რამდენად სათანადოდ აშუქებს და არ აშუქებს, ეს კიდევ მეორე თემაა. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ამ ფორმატს და ძალიან აქტიური საგაზაფხულო სესია გველის პარლამენტში ჩვენი გუნდის მონაწილეობით. ხო, არ ვიქნებით იქ, სადაც არის ნაციონალური მოძრაობა, ჯერ არავინ ის იქნება თუ არა ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, შეუთანხმებლობა სწორედ ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით არსებობს. ჯერ გაირკვეს. თუ ნაციონალური მოძრაობა არ იქნება, აი ამ რაღაცა ერთიან შეთანხმებულ სტრატეგიაში თქვენს ადგილს სადმე ხედავთ? უნდა იყოს ახლა ის პარტიებიც ხო ფაქტობრივად დაშლილი ნაციონალური მოძრაობაა, ხო? ახლა შეიძლება 7-ვე არა, მაგრამ უმრავლესობა რეალურად თავად ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან და ეხლა ამიტომ მათ როგორც ჩანს, ოდესაც ერთიანობაზე საუბრობენ, იმ დაშლილი ნაციონალური მოძრაობის გაერთიანებაზე საუბრობენ. მოკლედ ნახონ და ჩვენ თავი დაგონებონ, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ვიცით როგორ უნდა ვიბრძოლოთ ოცნების წინააღმდეგ, ეს არის პასუხისმგებლიანი. არც არ იკვეთება თქვენი გზა, აი ამ ოპოზიციის დანარჩენი ნაწილის გზასთან და თან მithumetes თქვენ გქონდათ აგერ ადგილობრივ არჩევნებში სხვა ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობის გამოცდილება, ხო? თქვენ და დავაზუსტოთ, რომ ამ პარტიას ლელოს ახლა ეს არ ეხება და რა თქმა უნდა, თუ ჩვენ თანამშრომლობის აუცილებლობა დადგება, თუ ვინმეს თუ განვიხილავთ ვინმესთან თანამშრომლობას, პირველ რიგში ისევ ლელო იქნება. ასე რომ ლელოს მიმართ არ გვაქვს ჩვენ ასეთი წავე. მიუხედავად იმისა, გახდება თუ არა, აი ამ ჯერგერთ მგონია რომ არ გახდება არც ლელო, მაგრამ ჯერ გადაჭრით თვითონაც არ აქვთ ეს პოზიცია ჩამოყალიბებული. ადრეა ჯერ საუბარი, კიდევ ვიმეორებ, ჩვენ გვაქვს ახლა ვისაუბროთ ნაწილზე მხოლოდ იმ პრობლემებისა და საგაზაფხულო სესია იწყება მომდევნო კვირას და ჩვენ უამრავი საქმე გვაქვს პარლამენტში და მოკლედ მივხედავთ ჩვენ გზას, ჩვენ საქმეს და ჩვენი თანმიმდევრული პასუხისმგებლიანი პოლიტიკით შევძლებთ იმას, რომ დავასუსტოთ ეტაპობრივად ოცნება და გადავიყვანოთ ოპოზიციაში. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და სხვა პარტიებმა თავისებურად გააკეთონ იგივე საქმე და ეხლა საბოლოო მიზანი ხომ ყველასთვის ეს არის, არა? ანუ სადღაც გადაიკვეთება, ასე გამოვა, თუ ისინი რეალურად ოცნების დამარცხების გზას აირჩევენ და არა ისეთი ასე ვთქვათ პოლიტიკის გატარებას, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად და განზრახ თუ სასარგებლო იდიოტის როლში ისე ოცნების წესხულს დაასხამს ხალხს. კეთილი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გიორგი შარაშიძეს გახარია საქართველოსთვის პარლამენტის დეპუტატს უსმენდით. ვიდრე კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთდება სტუდიაში. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს გიორგი ვაშაძეს ეგრეთ წოდებული საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევის საქმეზე აკვეთის ღონისძიების სახით 30,000 ლარიანი გირაო შეუფარდა. როგორც ჩვენ მოვისმინეთ, მას ჩამოართვეს პასპორტი, ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ვაშაძე ითხოვდა, რომ პირადობის მოწმობა მაინც დაეტოვებინათ მისთვის, რადგან რეალურად აი ამ დოკუმენტის გარეშე ელემენტარული, ასე ვთქვათ, სერვისებით სარგებლობასაც ვერ შეძლებდა. და ყოველ შემთხვევაში მიღებული აქვს გადაწყვეტილება გიორგი ვაშაძეს, რომ რამ 30,000 ლარიანი გირაოს გადაიხდის და დარჩება თავისუფლებაზე, მანამ სანამ ამის შესაძლებლობა მიეცემა იმისათვის, რომ თანამოაზრეებთან ერთად, თანამებრძოლებთან ერთად პოლიტიკური ბრძოლის სამომავლო სტრატეგია განსაზღვრო. გრძელწიკლაური კოალიცია ცვლილებების ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოკლედ დღეს ვიცით, რომ კიდევ ერთმა პოლიტიკოსმა დატოვა საპატიმრო გივით არგამაძემ, ვიცით, რომ დაახლოებით 2 კვირაში, უფრო ადრე 12 თებერვალს, ხო, ნიკა გვარამია გამოდის საპატიმროდან. ვიდრე ვისაუბრებთ გეგმებზე, აი ამ ფაქტს მინდა აუცილებლად შევეხო, ეს უკვე მეორე პრეცედენტია, როდესაც ფაქტობრივად ციხიდან რამდენიმე დღის გამოსული თავისუფლებაზე მყოფი პოლიტიკოსი დაბარებულია სასამართლოზე და მათ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე უფარდებენ გირაოს. ალბათ ნიკა გვარამიაც არის იმ ადამიანების ჩამონათვალში, ვის წინააღმდეგაც ეს 319 მუხლით აღიძრა ეს საქმე. უნდა ველოდოთ, რომ გვარამიასაც იგივე ბედის გაზიარება მოუწევს. დიახ, უდიდესი ალბათობით.
ქართული პოლიტიკა ამად გადაიქცა ახლა ან არის ციხეში თუ არის რომელიმე პარტიის პოლიტიკური ლიდერი ან კიდე თუ დატოვა და მოხდა ისე მაშინ არის უფრო დიდ ციხეში რომელსაც სახელად ქვია უკვე საქართველო და აღარ აქვს ქვეყნიდან გასulis უფლება აღარ აქვს პოლიტიკური საქმიანობის უფლება და თვით იმ საქმეში რომელზეც თქვენ ბრძანეთ არაფერი არ წერია დღეს გიორგი ვაშაძემ თქვა საერთოდ არაფერი არ წერია რაში გამოიხატება ეს საბოტაჟი როგორ რას უწევდნენ საბოტირებას ადამიანები პირდაპირ პოლიტიკური დევნა არის იმისაც რომ ადამიანების თავზე ყოველთვის იყოს დამოკლეს מחვილივით დაკიდებული ეს პერსპექტივა კვლავ ციხეში ჩაჯდომის არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების, არამედ იმ ადამიანების, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები და გამოხატავენ და ანუ დაშინების მცდელობაა? უდაოდ, დიახ. და რა ვიცი, მუშაობს ეს მეთოდი, იმიტომ რომ აი ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევაში ვნახეთ, რომ არ ვიცი, გადაიხადა უკვე გირაო, იმიტომ რომ თანხას აგროვებდა რამდენადაც ვიცი, ამ ტექნიკურ საკითხს არ აქვს მნიშვნელობა, ყოველ შემთხვევაში ამან არ დააბრკოლა, რომ კონსულტაციები გამართოს და მუდმივ ესეთ დიალოგში იყოს ოპოზიციონერებთან, აი ამ რა ვიცი, დაპირებულ ერთობასთან დაკავშირებით. ერთი მხრივ დაშინების და მეორე მხრივ აი ნამდვილი საბოტაჟი რაც არის პოლიტიკური სისტემის, პოლიტიკური ოპოზიციის საბოტაჟი არის ის, რაც ხელისუფლება აკეთებს, როდესაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხელს უშლის, რომ წავიდნენ უცხოეთში, შეხვდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებს და შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოს და სრულფასოვანი პოლიტიკური საქმიანობა წარმოონ. ამიტომ ახლა ის რაც საქართველოში ხდება არ არის რაღაც იზოლირებული ინციდენტი, ხო? ეს ასეთი რამ ხდებოდა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც არა დემოკრატიული პრინციპები, არამედ დიქტატორების ნება განსაზღვრავდა პოლიტიკურ სურათს. ამის დასასრული არის ყველგან ძალიან ცუდი და ნამდვილად არ მინდა რომ ჩვენ ქვეყანაში ამ ტიპის დასასრული იყოს. ხო და რას აკეთებს ოპოზიცია იმისათვის, რომ აი ეს დასასრული არ დადგეს, რომლითაც თქვენ ყველაზე მეტად გეშინათ თანაც იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად შეუზღუდოს მოქმედების არეალი ოპოზიციას. ახლა ვიცით რომ მიდის დიალოგი, რაღაცა საერთო ფორმატზე, წესებზე, აი სიტყვით მინდა ტერმინები, რომ მე ხდება ხოლმე ყურადღების გადატანა ამაზე, რომ აი რაღაცა ერთობა ნუ წარმოგიდგენიათ, როგორც ერთი პარტია გავიგეთ, რომ მიდის საუბარი საერთო ფორმატზე, წესებზე და შესაძლო ერთობლივ დოკუმენტზე. რაღაცა პროცესმა წაიწია, პროგრესი არის ამ თვალსაზრისით. შეხვედრები არის, უკვე კარგი ხანი არის, ახალი არ არის ეს შეხვედრები, ალბათ 3-4 კვირა არის და კიდევ მეტი მოსამზადებელი რაღაც სამუშაოებიც უძღოდა წინ. მე მიმაჩნია, რომ აქ თავარი არის ერთობა საზოგადოების, ერთობა შინაარსის, კონსოლიდირებული წარმოდგენა იმისა, რაც არის საქართველოს ნაციონალური ინტერესები. იმიტომ რომ ყველას კარგად იცის ახლა და ყველა კარგად გრძნობს, რომ ყველაზე მთავარი რაც ახლა პოლიტიკური ოპოზიციისთვის არის მნიშვნელოვანი, არის დემოკრატიული ალტერნატივის ჩამოყალიბება. ხო, თქვენ თორემ ბრძანეთ, რომ აქ გამოიწვია და ვისთვის არის მნიშვნელოვანი. მაგალითად, აი თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას პოსტს ვკითხულობდი ამასთან დაკავშირებით და ის ამბობს, რომ თუ დემოკრატიული ოპოზიცია ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმდება, ეს დასავლეთისთვის დიდი გარღვევა იქნება და შესაძლოა ჩვენი სერიოზულად აღქმაც დაიწყონ. ანუ ამდენად მნიშვნელოვანი საკითხია ოპოზიციის გაერთიანება რაღაცა ერთ ფორმატში, რომ ამის შემდეგ შესაძლებელია დასავლეთმა დაიწყოს აი ამ ორგანიზმის როგორც ხელისუფლების რეალური ალტერნატივად აღქმა და უფრო მეტი ანგარიში გაუწიოს? დიახ, უთუოდ, როდესაც არსებობს ეს დემოკრატიული ალტერნატივა, რომელსაც აქვს ხედვები დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარების და კიდევ მთელი რიგი სხვადასხვა მიმართულებებით, რა თქმა უნდა, ასეთი პარტნიორი სახელმწიფოებისათვის, რომელთან მეგობრობას ჩვენ ვესწრაფით, ეს არის ევროპული საზოგადოება, ევროატლანტიკური საზოგადოება, რა თქმა უნდა, არის უკეთესი პარტნიორი, იმიტომ რომ მასთან ერთად არის პროგნოზირებადობა აი ამ პოლიტიკური მოვლენების, რაც მიმდინარეობს. ასევე ვიტყოდი, რომ დასავლეთთან ერთად უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა, ჩვენმა საზოგადოებამ, რომელსაც არ სურს ივანიშვილი ხელისუფლებაში, ის არის მთავარი, რომ მათ დაინახონ, რომ მართლაც იმ პოლიტიკურ პარტიებში, რომლებიც ახლა ერთად იკრიბებიან,
შესაძლოა მათ შორის არის სხვადასხვა საკითხებზე განსხვავება, მაგალითად ვიღაც მემარჯვენეა, ვიღაც მემარცხენეა, ვიღაც ლიბერალია, ვიღაც კონსერვატორია და ამას ვერავინ ვერ გააქრობს, მაგრამ ამავე დროს ამ ადამიანებს აქვს ფუნდამენტურ, ფუძემდებლურ საკითხებთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია. ის დოკუმენტი, რომელიც თქვენ ახსენეთ, მიეძღვნება სწორედ ამას. აი ამის გამოქვეყნებას თუ რა არის ის, რაც გვაერთიანებს. ნებისმიერ შემთხვევაში ვიცი გაისმა თქვენს ეთერშიც გაისმა და სხვაგანაც რაღაც საუბრები იმაზე, რომ აი რაღაც ერთპარტიად ჩამოყალიბება, პარტიების გაუქმება, ვიღაცა საერთო სიაზეც კი ლაპარაკობს და დაუნიშნავი არჩევნების საერთო სიაზე მე მიმაჩნია რომ ვის გულისხმობთ ხო სააკაშვილის იდეა ვიცით რომ ხო ზუსტად ერთ ასო პოლიტიკურ გუნდად უნდა მოხდეს ამ ყველაფრის ჩამოყალიბება ჩვენ უნდა ჩამოყალიბდეთ არა ერთ პოლიტიკურ გუნდად და ნიველირება მოხდეს იმ პოლიტიკური მიზანშეწონილობების როგორ უნდა მოხდეს იგივე ჩვენს დასავლეთ პარტნიორებთან პოზიციონირება თუ კი აი ასეთი ფორმატი შეიქმნება და აი შეგიძლიათ ერთი მაგალითი მაინც დამისახოთ დარწმუნებული ვარ ალბათ ძალიან ბევრჯერ ყოფილა ამის განხილვა აი ამ დახურულ ფორმატში რომ აი მაგალითად რის გაკეთებას შეძლებს ერთიანი ოპოზიცია გაერთიანების შემთხვევაში რასაც დღეს ვერ ახერხებს აი რას გააკეთებს განსხვავებულს არა ოპოზიცია აი ახლა ახალი 8 პარტია და ჩვენ ძალიან მივესალმებით რომ კიდევ შემოუერთდნენ პარტიები რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ხო ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ ასპექტში თუ ასეთი ოპოზიცია ახერხებს შეთანხმებას მთავარ საკითხებზე ეს რა თქმა უნდა მეტყველებს იმაზე რომ მათ აქვთ სერიოზულობაც, მათ აქვთ კონსოლიდაციის უნარი და მათ აქვთ ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობის განცდაც. და ამ შემთხვევაში უცხოელი იქნება თუ საქართველოში საკუთარი ამორჩეველი თუ არ ვიცი საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმოადგენს ყველასთან უფრო სერიოზული არის ეს ლაპარაკი, რა თქმა უნდა, იმიტომ ეს უნდა ჩამოყალიბდეს. არ შეიძლება თქვა სრულად ურთიერთგამომიწყავი რამ გაისმოდეს. არ ვიცი, საერთაშორისო პარტნიორი იქნება თუ ადგილობრივი ამომრჩეველი, აი ასეთ ცალკე მყოფ ოპოზიციას. ვითარება რომ ყველა პარტია თავისით ესწრაფვის ვიღაცასთან შეხვედრას, ხო? გნებავთ ბრიუსელში იყოს ეს, გნებავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. შემდეგ ჩადის მეორე, და შემდეგ ჩადის მეორე, შემდეგ ჩადის მესამე, მე მათ შორის არის რაღაცა განსხვავებები. აი ეს არის ერთი მდგომარეობა და არ ვიცი ვინ საით ეწევა მე ამ თავის იმას და მეორე მდგომარეობა არის, როდესაც კორპუსი ჩამოყალიბდება პოლიტიკური მისწრაფებების, პოლიტიკური შეხედულებების კორპუსი, რომელიც ერთიანად წარედგინება იმ ადამიანებს, იმ სახელმწიფოებს, რომლებიც 30 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ბაზისს. რადგან რუიანი ახსენეთ, ისევ ჩერგოლეიშვილს მოვიყვან, იმიტომ რომ რაც შევხედე, რა ვიცი, ეთერი იქნება ეს თუ სოციალური სივრცე, ყველაზე მეც და ყველაზე კონკრეტულად ის საუბრობს აი ამ პრობლემებზე, რომელიც გაერთიანების თვალსაზრისით არსებობს. ის ამბობს, რომ ტოქსიკური ტვირთი უნდა ჩავიხსნათო, ყეყეჯბელადებს და ოლიგარქებს ადგილი მივუჩინოთ. აი ვინ არის იზიარებთ თუ არა მის ამ პოზიციას და რა ვიცი აბა ვინ არის ეს ყეყეჩი ბელადები და ოლიგარქები მას უნდა კითხოთ ან თქვენ ამ პრობლემას ვერ ხედავთ უნდა კითხოთ საერთოდ რა ვიცი სამყაროში არის ახლა მილიონერი პრობლემა მე თქვენ ნებართვით კონსოლიდირებთ ჩვენ საუბრობთ ოპოზიციის ასე ვთქვათ ლოკალურ პრობლემებზე რის გამოც ოპოზიცია ვერ ახერხებს შეთანხმებას ჩვენ ახლა შეგვიძლია რა თქმა უნდა მილიონი პერსონალური საკითხი აღმოვაჩინოთ ახლა რაღაცა რაც შეიძლება არ მოგწონდეს ადამიანი არ არის სრულყოფილი და ნუ რაღაცა ბევრი ბატალიები გამოიარა ჩვენმა ოპოზიციამაც ზოგი ხელისუფლებაში იყო და ახლა ოპოზიციაშია და ზოგი მაშინ ოპოზიციაში იყო ახლა ისე ოპოზიციაში არის ხო ახლა სხვადასხვანაირი ადამიანები არიან სწორედ ეს არის ახლა შევძლებთ თუ არა რომ ფუნდამენტური საკითხები გახდეს უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ნებისმიერი სხვა საკითხი. აი ამას ეძღვნება ეს დოკუმენტის, ეს მსჯელობების, იქ არის დავაც, კამათიც, განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ახლა ნუ ოპოზიციის წინაშე არსებული ამოცანა არის სწორედ ეს, რომ ქართულ პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს საღი აზრი, სოლიდურობა, სერიოზულობა და
ჩვენ ყველა უნდა წარუდგინოთ ჩვენი ხედვების корпуსი ჩვენს საზოგადოებად. სხვანაირად არაფერი არ გამოდის. სხვანაირად ყველა ჩათulis რომ კიდევ არ არის მომწიფებული ასეთი ოპოზიცია იმისათვის რომ მას დაუჭირო მხარი ისე როგორც აქამდე არ დაგიჭერია მისთვის მხარი და ან და ისეთმა ადამიანებმა დაუჭირო მხარი რომელიც საერთოდ არ გამოდიოდნენ ადრე ასპარეზზე. ამისათვის ხო მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ გვესმოდეს რომ პოლიტიკური პარტიები ამ პოლიტიკური სივრცის განუყოფელი ნაწილია. ისეთი შეფასებებიც მესმის. ახლა ვიღაცას უთქვამს რომ აი პოლიტიკური პარტიები კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა ყველა ერთად ვიყოთ, იქ რუსთაველის გამზირის პროტესტი, იქ სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები ერთად შევიკრიბოთ და შევი. ეს არის შეუძლებელი. იმიტომ არის სოფლიოში ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიები, რომ უფრო უკეთესი ფორმა პოლიტიკური ცხოვრების არ არის სამყაროში მოგონილი. ვისაც უნდა შევა რომელიღაც პოლიტიკურ პარტიაში, რომელიც მოსწონს, ვისაც არც ერთი არ მოსწონს, ის შექმნის ახალ პოლიტიკურ პარტიას და ერთი შეკითხვა არის, რომელიც რაღაცა ხუმრობა ნარევი, რომ თუ ვიღაცას არ ეგრეთ წოდებულ ინფლუენსერს არ შეუძლია რომ ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში გაიჭრას წინ და გახდეს ლიდერი, ან თვითონ ჩამოაყალიბოს პოლიტიკური პარტია, წარმატება მოიპოვოს, მაშინ ის ივანიშვილს როგორ დაამარცხებს. ამიტომ ეხლა არის პოლიტიკურ ოპოზიციაში ერთგვარი ასთა გაცვლა გამოცulis დრო მე ძალიან იმედიანად უყურებ ამ პროცესს, მონაწილე ვარ ამ შეხვედრების, ამ საუბრების და ეს დოკუმენტიც როცა იქნება არ არის ძალიან შორი აქამდე დრო, იქნება გამოქვეყნებული საზოგადოება ნახავს. გვესმის ეს მხოლოდ საუბრები, რაღაცა არ მგონია რომ დოკუმენტირებული სახე ქონოდა ემა როდესმე ამას. არ მგონია რომ აი ესეთი დოკუმენტი, როგორცაც ჩვენ ფიქრობ და არ მინდა ახლა ამაზე ბევრი ლაპარაკი, იმიტომ რომ როდესაც გამოქვეყნება, ყველა ნახავს. პირველ რიგში ჩვენი ამომრჩევლისთვის არის და ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორებისათვის. იქ არის ეს არის ჩვენი ხედვები, ჩვენი წარმოდგენები, ჩვენი მისწრაფებები და ჩვენი გნებავთ ეთიკის კოდექსიც, როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია ერთმანეთთან, საკუთარ ამომრჩეველთან და დასავლურ სამყაროსთან ისე. ყველაფერი რაც ანუ რა ეტაპზეა აი ამ დოკუმენტის შემუშავება, ჯერ ძალიან საბოლოო დიდი გზა არის გავლილი უკვე. ძალიან დიდი გზა და არის ძალიან გავლილი. ცოტა არის შესაბამისად დარჩენილი, რომ უკვე საბოლოო სახით დღის სინათლე იხილოს ამ დოკუმენტმა. კი, მე მგონი ეს შეიძლება იმედია მხოლოდ შინაარსს არ ვნახავთ და ასევე ვნახავთ ვინ დაადასტურებს მზაობას ამ პირობების შესრულებისა საკუთარი ხელმოწერით. მათ უნდა დაადასტურონ ეს ახლა ძალიან კარგი იქნებოდა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტორი, პოლიტიკური პარტია, ვინც არის ასეთი, რომ მათ ხელი მოაწერონ და რაც უფრო მეტი მაგრამ არ იქნება. გამოდის ასე. ხო, არ ვიცით გამოდის თუ არა, არის ძალიან ამ გადასახედიდან. ნუ ამ გადასახედიდან არის 8 პოლიტიკური პარტია და კიდე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ორი პოლიტიკური პარტიაც შემოუერთდება ამას. ლელო და ნაციონალურ მოძრაობა. გახარიებს არ განიხილავთ. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი. ნუ აქ ნახეთ აი იმ დოკუმენტში იმაზეც არის საუბარი, რომ ვინც არ აღიარებს იმ არჩევნების შედეგებს, რომელიც 2024-ში ჩატარდა. ნუ გახარია როგორც მოგეხსენებათ, არ აღიარებდა და მე უცებ აღიარა და ამიტომ ასეთი რომ ეს იქნებოდა სიყალბე და რა ვიცი. სხვა შორის თქვენს კოლეგა ოპოზიციონერების ნაწილს მიაჩნიათ, რომ არ აღიარების პოლიტიკის ნაწილია, რომ არავითარ შემთხვევაში არანაირ საჯარო დებატებში მონაწილეობა არ მიიღოს ოპოზიციამ ქართულ ოცნებასთან. არა და ყოველდღიურად გვესმის სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მზაობა, რა ვიცი, ზურაბ ჯაფარიძიდან დაწყებული, რადგან თქვენი კოალიციის წევრია და აგერ ლელოს გრიგოლ გეგელიას დღევანდელი განცხადება იყო, რომ მთელი რიგი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში დებატები არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერ ქოთს ვედებატოთ და ისინი დავცეთ ბეჭებზე. თქვენისთვის ხართ მზად. არავითარი დებატები არ იქნება. ეს არის უდიდესი მიამიტობა იფიქრო, რომ ქართულ ოცნებას, რომელიც ტროტუარზე აპატიმრებს ადამიანებს, რომლებიც აგერ ვაშადის შემთხვევაში დილას გამოუშვეს და საღამოს ისევ სასამართლოში მიიყვანეს, გივით არ გამაძე, ჩემი მეგობარი, აი საერთოდ რატომ დააპატიმრეს ეს ადამიანი და 8 თვე იყო საპატიმროში, დიკამელია ციხეშია, 100-ზე მეტი პოლიტიკური პარტიան ციხეშია. როგორ შეიძლება სერიოზულად ვიფიქროთ, რომ რამე სახის დისკუსია უნდათ მათ?
ეს არის რა პროპაგანდისტული თაღლითობა და რო პროპაგანდისტული თაღლითობა გამოვლინდა დღეს უკვე დაიწყეს პროპაგანდირება ამ თემის რომ იცით რა ჩვენ იმას ცუდ ოპოზიციას კი არ დაუჯდებით დებატებში ხო ასაკრძალ ოპოზიციას ესე აქ ჩანს პირიქით რა დიალოგი სიტყვა ასაკრძალს როდესაც ხმარობენ მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები ეს არის პირდაპირი კონფრონტაცია რა დიალოგზე რა დისკუსიაზე არის საერთოდ საუბარი ადამიანები ციხეში არიან და პირდაპირ გვეუბნებიან კიდევ რომ მალე უნდა აკრძალოთ და საკონსტიტუციო სასამართლოში არის შეტანილი ეს სარჩელები. ამიტომ მგონია რომ ეს არის ნამდვილი პროპაგანდისტული თაღლითობა, არავითარი დებატები არ იქნება და აი რაღაცა მარტივი პრიმიტიული სატყუარები ქართული საზოგადოებისაც რომ მე გამოვიდნენ და თქვა რომ იცით რა ჩვენ გვინდოდა დებატები ჩვენ გვინდოდა თემების გაშლა და ამ შემდეგ მაგრამ სინამდვილეში არ გამო ფინალი იქნება ის რომ რა ვიცი აი ხალხის ძალა მაგალითად და ქართული ოცნება როგორც რაღაც გლადიატორები შეებრძოლებიან ერთმანეთს ეს არის ნონსენსი აზრისაგან დაცლილი ამიტომ არ მგონია რომ ამაზე საერთოდ ლაპარაკი ღირდეს მესმის რომ სხვა ადამიანებს სხვა მოსაზრებებია და თუ ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას ამ დებატში თუ რა ვიცი საჯარო დებატში ხო თქვენს რომ ჩვენ გამოვდივართ კომფორტის ზონიდან ხო არ ვიცი ფორმაზე როგორც თავად ამბობენ ჯერ კიდევ ფიქრობენ მუშაობენ შემოთავაზებებსაც ელოდებიან აი ამბობენ რომ ასაკრძალი პარტიები არ ვიცი ვინ არიან მე მგონი ჩვენ ვარ მოძრაობა ლელო ის ეხლა ესენი თუ არ იქნებიან ვინც ყველაზე მეტი ხმა მიიღო გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში ხო ეს რა სრულფასოვანი პოლიტიკური დებატები იქნება რამეზე ლაპარაკი შეიძლება თუ ხომ იცით რომ მას სათავისოდ გამოიყენებს ქართული ოცნება და იტყვის რომ აი ჩვენ შევთავაზებთ და შეეშინდა ოპოზიციას და ამიტომ არ აქვს არც არგუმენტები არც ასე ვთქვათ ყველაფერს იტყვიან ეხლა გუშინ მოვისმინე რომ იცით რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის ჯეიდი ვენსი აზერბაიჯანში და სომხეთში სრულიად ახალი ეკონომიკური და უსაფრთხოების კონსტრუქცია შენდება კავკასიაში და საქართველოს რომელსაც ისტორიულად ჰქონდა ცენტრის როლი ამიერკავკასიის იქ საერთოდ არ მონაწილეობდა რას ამბობს პრემიერ-მინისტრი ხო თქვა რომ ეს ზანგეზურის ეს მარტო ზანგეზურს ეხება როგორ შეიძლება მარტო ზანგეზურს ეხებოდეს როდესაც ეს უზარმაზარი ტვირთები და სხვა შორის მანამდე შუა აზიაში იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერები და საქართველოს იქაც არ იყო და ესე იგი შუა აზიიდან მომავალი ტვირთები აღმოსავლეთიდან მომავალი ტვირთები როდესაც აი ამ რეგიონში შემოდის მასაც ამბობენ რომ საკმაოდ რთულ ვითარებაში არის შესული ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მაგრამ ქართულ ოცნებას გაკეთებული აქვს განაცხადი ასე ვთქვათ გადატვირთვის შესახებ და ელოდებიან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას მათი პროპაგანდისტები ეს ფილოსოფოსი რო ყავთ ეს რა ქვია შათირიშვილი იქ გამოდის და იძახის რომ შარშან ხო იძახდნენ რომ აი ახლა ტრამპი არის შერკინებაში იმასთან deep state-თან უნდა დაამარცხოს ეს deep state-ი და მერე ყველაფერი 20 იანვრის მერე ხალხო ყველაფერი კარგად იქნება ერთი წლის თავზე არამც თუ ვერ დაამარცხა იქ წერს უკვე ქართული ოცნება თავის ამ წერილებში რომ ტრამპი თვითონ არის deep state-ის რებრენდინგის ავტორიო თქვენ გესმით რა იმასთან გვაქვს საზროვნო კოლაფსთან როდესაც ამ ხალხს და ასე მაგ ლოგიკით კი ყველაფერს იტყვიან ყველაფერს მაგაზე მაგას იტყვიან იმაზე იტყვიან ეხლა სუსი შეუშვეს არ ვიცი შეიძლება თქვენი რომელიმე შეკითხვა ამასაც შეხებოდა ხო ეკონომიკური პრობლემები არის ქვეყანაში და ეკონომიკური პრობლემებია იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრს 20 მილიონი უპოვეს სახში იმიტომ რომ თავდაცვის მეორე მინისტრი იპარავდა მათივე ბრალდებით რაღაც ბავშვების საჭმელს. იმიტომ რომ ეკონომიკის მინისტრი არის კორუმპირებული. და იმიტომ რომ მთელი ქართული ოცნება მოიცვა კორუფციამ და 20 მილიონი რო თვითონ აქვს 20 ლარს უმატებენ პენსიონერებს და ეხლა აღმოაჩინეს რომ თურმე ხარბიიმეების ბრალია ბიზნესმენების ეს ყველაფერი და სუსი შედის დამისახელეთ ერთი ქვეყანა ერთი რომელიმე ქვეყანა სოფლიოში დემოკრატიული ქვეყანა, სადაც სუსი ოპერირებს აი ამ ეკონომიკური საკითხების გადასაწყვეტად. არსად ასეთი რამე არ ხდება, არსებობს ანტიმონოპოლიური სამსახური, ისინი რა თვითონ ხო არ
მიუღიათ გადაწყვეტილება გასაგებია, მაგრამ ამ თემით ქართული ოცნება ქმნის, რა ვიცი, დღის წესრიგს, რამდენად პოზიტიურს ალბათ მათ შორის აი ამ კომისიის მუშაობის ფარგლებში. არა, გაიაფება. ხო და აი ამ მოლოდინებით ყვებავენ საზოგადოებას. აი რომ დაივლის ეხლა ხო რა თქოს რომ გაიაფდა გარკვეულწილად ხომ ანუ ამ პოლიტიკურმა ასე ვთქვათ პროცესმა იქონია თავისი გავლენა. შეუძლებელი არის დაშინებით ეკონომიკა შეუძლებელია რომ შენ უბრძანო ბიზნესმენს შეიძლება ეხლა შეეშინდეს და თქვას რომ უიმე ეხლა თუ რაღაცა არ ვქენი ამათან არ დამიჭირონ თავისიანებსაც იჭერენ და ყველაფერი და რაღაცა გააკეთო მაგრამ ხვალ საერთოდ დაანებებს იმ ეკონომიკურ საქმიანობას თავს ან რაღაცა სხვა სფეროში გადავა არ გაგონილა ასეთი ამბავი თორე ეს რომ ასე იყოს მაშინ 13 წელი სად იყვნენ შეეშვა სუსი იქ და სუიაფი იქნებოდა ყველაფერი მაგრამ რა ვიცი ატყუებენ ეხლა ადამიანებს და ეს არის რაღაცა ისეთი დაცინვა, ისეთი შეურაცხყოფელი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ უბრალოდ არის წარმოუდგენელი. მადლობა. ნუგზარ ციკლაურს კოალიციას ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამის შემდეგ ვიქტორ ყიფიანი ინიციატივა ჯერ საქართველოს თანადამფუძნებელი ჯეოკეისის ხელმძღვანელი შემოგვიერთდება. მაშასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში რამდენიმე დღეში ჰელსინკის კომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება ვიცით რომ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არის შეწყვეტილ დაპაუზებული საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უკვე გაცხადა რომ თებერვალში ჯი დევენსი ჩამოდის მას აქვს სამხრეთ კავკასიური ტურნე და ამ ტურნეში არ მოიაზრება საქართველო დღეს ამ თემასთან დაკავშირებით შეკითხვაც დაუსვეს პრემიერ-მინისტრს რომელმაც თქვა რომ მისი ინფორმაციით კონკრეტულ თემას ეხება, ანუ ზანგეზურის დერეფანს ეხება ეს ვიზიტი და შესაბამისად საქართველო ამიტომ არ არის შეტანილი მისი მოგზაურობის ნუსხაში, თუმცა ქართული ოცნება ვერც უარყოფს პრინციპში იმას, რომ საკმაოდ რთული მდგომარეობა დღეს და გაურკვევლობა, ძალიან დიდი გაურკვევლობა არის საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს შორის და ჯერ არავინ იცის რა გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს. ვიქტორ ყიფიანი ინიციატივა ჯერ საქართველოს თანადამფუძნებელი ჯეოკეისის ხელმძღვანელი შემოგვიერთდა. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. სწორედ აი ამ თემით მინდა თქვენთან დავიწყო ურთიერთობა. გასაგებია რომ ქართული ოცნება არის მოლოდინის რეჟიმში მაგრამ აი რა შეიძლება იყოს ვაშინგტონის საპასუხო ნაბიჯი ან შეგვიძლია თუ არა დავარქვათ სახელი ახლა რა ეტაპზეა საქართველო-ამერიკის ურთიერთობები მაშინ როდესაც ამერიკას საქართველოში ელჩი ჯერაც არ გამოუგზავნია მაგრამ რაღაცა არც საბოლოოდ ჩამოყალიბებული პოზიცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს მთავრობასთან მიმართებაში არ დაუფიქსირებია ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ქართული მხრიდან ეს ტერმინი გამოვიყენე, ფაქტიურად საგარეო პოლიტიკაში რეჟიმი არის საკუთარ თავთან სამხრივი მეგობრობის. აი ამ რეჟიმში ვართ. რაც შეეხება სპეციალს ამერიკაში ჩვენს ელჩს, არაფერი პირადი, მაგრამ პრაქტიკულად მუნიციპალური სამსახურის უფროსის მოადგილესთან გადაღებული ფოტოც კი გატანილი შესაბამის ვებსაიტზე საღდება როგორც ქართული საგარეო უწყების მორიგი წარმატება. ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ ვენსი რომ საქართველოში ჩამოსულიყო, ამას როგორი შეფასება მოყვებოდა. არადა ჩვენ დღეს მოვისმინეთ მეტად ეგზოტიკური დასკვნა ერთ-ერთი პარლამენტარის რომ ვენსი მიდის იქ, სადაც მშვიდობას გასაჭირი აქვს. და რა უნდა იმ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი ამხრივ დალაგებული არის. ეხლა ეს რომ იყოს მხოლოდ სატრანსპორტო კორიდორისა და გადაზიდვების საკითხი რა თქმა უნდა, მაშინ შეიძლებოდა თქვათ თემის ესე გამარტივება, მაგრამ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჩასვლა ეს არის ღრმა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური სიმბოლიზმით დატვირთული ვიზიტი. ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ სატრანსპორტო არტერია, ეს არის პოლიტიკურ სისტემებთან, კონკრეტული ქვეყნების პოლიტიკურ სისტემებთან და ფორმაციებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დამყარება. გარმავება
ხარდაჭერის აღმოჩენა. გარდა მაგისა, ვინ თქვა, რომ დღეს ტრანსპორტი არის მხოლოდ გადაზიდვები. ტრანსპორტი არის ძალიან ვრცელი ლოჯისტიკა, რომელიც მოითხოვს და მოიცავს მრავალ საკითხს დაწყებული პოლიტიკური კოორდინაციით და დამთავრებული სადაზვერვო ინფორმაციების ურთიერთგაცვით. ამიტომ ეს არ არის მხოლოდ ტვირთები, ეს არ არის მხოლოდ ადამიანები. შესაბამისად, როდესაც ასეთი მაღალი რანგის ვიზიტი შედგება, იქ რა თქმა უნდა ძალიან რთული არის წარმოსადგენი, იმაზე რთულია იმის წარმოდგენა და მიამიტობა არის, რომ ვენსი ან ალიევთან ან პაშინიანთან საკონტეინერო დატვირთვა და ჩამოტვირთვის საკითხებზე იმჟერებს. ამდენად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ესე გაუბრალოება საკითხისა, ისეთივე უბრალო არის, შეიძლება ითქვას იმაზე უფრო მეტად უბრალო და ფერმთალი, ვიდრე ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა საკუთრება არის. მე როდესაც გადავავლე თვალი ამ თემასთან დაკავშირებით ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას, არ იყო მთლად ესეთი ერთგვაროვანი პასუხები. აი თვით ირაკლი კობახიძის ერთ განცხადებაშიც კი, სადაც ამბობს, რომ ვენსის ვიზიტი კონკრეტულ სატრანსპორტო დერეფანს ეხება, იქვე ის ასე ვთქვათ, ჩაკითხვის პასუხად ამბობს, რომ ნუ ასეთია მათი გადაწყვეტილება. აი ყველაზე საინტერესოა, რომ რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში არ ჩამოდის? კვლავ გავიმეორებ ქალბატონო ემა, რომ ძალიან მეეჭვება და ამ ეჭვს აქვს საფუძვლიანი წინაპირობა, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ამოდენა მარშრუტს ასეთ გზას ირჩევდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ტრანსპორტთან და მხოლოდ ტრანსპორტთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩადიოდეს. ანუ განაცხადია საქართველოსთან მიმართებაში ეს პირდაპირ. რომც იყოს მხოლოდ ტრანსპორტი, რა არის თანამედროვე ტრანსპორტი? აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის გეოპოლიტიკური სავიზიტო ბარათი ამა თუ იმ ქვეყნის. აი როდესაც საბჭოეთი ჩამოიშალა და საუბარი იყო, რომ საქართველოს როგორ უნდა ეპოვნა საკუთარი ფუნქციური ადგილი და სარგებლიანობა რეგიონულ რუკაზე, მაშინ ეს ცნობილი მარშრუტები ლოგისტიკური სამარშრუტო იქცა ერთგვარ ჩვენ სავიზიტო ბარათად, რომ რეგიონულ რუკაზე დაგვემკვიდრებია ჩვენი ადგილი როგორც კონტრიბუტორის, როგორც პარტნიორის, როგორც მოკავშირის. დღეს კიდევ აი ეს განვითარება რის იმოსმენით ჩვენ ვართ და კიდევ ერთი დათქმა თქვენის ნებართვით, რომ რა თქმა უნდა ამ ვიზიტით ყველაფერი არ წყდება. რა თქმა უნდა ეს ვიზიტი არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს რეგიონული რუკიდან გააქრება როგორც სატრანსპორტო ლოგისტიკური ან გეოპოლიტიკური პარტნიორი, პოლიტიკური სპეკულაციებია ეს, რომ საქართველოს როგორც ჩუადერეფანი ხრება. მაგრამ ის რა ჩვენ გეოგრაფიულად თავის დროზე და არა მარტო გეოგრაფიულად, არამედ ჩვენ ორ მეზობელს შორის მიმდინარე კონფლიქტის გამო ქონდა თავისთავად ნაბოძები სიკეთე, ეს სიკეთე დღეს უკვე არ იქნება ესე განპირობებული იმ თავითვე, ამიტომ გავიმეორებ არაეზის ნათქვამს, რომ ჩვენ დღეს უკვე რეგიონის გადმოსახედიდან ეს არ არის მხოლოდ სამხრეთ კავკასია, ეს არ არის მხოლოდ შავი ზღვის დიდი რეგიონი, ეს არის ცენტრალური აზიას დაერთებული სამხრეთ კავკასია. შემთხვევითი არ არის ტრამპის ეგიდით ცენტრალური აზიისა და შეერთებული შტატების საინტერესო პლატფორმა, რასაც C5 ქვია, გარდაიქმნა და გახდა C6. შესაბამისად ცენტრალური აზია გადმოვიდა სამხრეთ კავკასიაში. ამდენად კონკურენტუნარიანი ხდება ჩვენთვის უფრო ეს გარემო. ეს ისეთი ვითარება არის, რომლისთვისაც ჩვენ აწი უნდა ვიბრძოლოთ. და ბრძოლა შესაძლებელი არის მხოლოდ ერთი გზით, მაგისტრალური გზით. თუ ხარ სანდო, თუ ხარ სიტყვის მთქმელი და სიტყვის შემსრულებელი პარტნიორი. თუ შენი კურსი როგორც ქვეყნის შიგნით, ან ქვეყნის გარეთ არის გასაგები თამაშის წესებზე დაფუძნებული. ხო, არ ვიცი სად და რაში ხედავთ აი ამ ბრძოლის პოტენციალს, იმიტომ რომ თქვენი ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ფაქტობრივად განაჩენი გამოუტანეთ ქართულ პოლიტიკას. თქვენ ამბობთ, რომ კრიზისი არის საქართველოში ჩიხში შესული და ქვეყანაში პოლიტიკა აღარ არსებობს. რა ვიცი. ხო. ну, ეხლა მე განაჩენის გამოტანა არა, ეს უფრო შეფასება იყო, ვიდრე განაჩენის გამოტანა. დიახ, ხო, ეხლა ჩვენ რამდენიმე საკითხი შეგვიძლია აქ განვიხილოთ. ერთი არის, რომ პოლიტიკური პროცესი, აი, ეხლა რო დავფიქრდეთ ერთი წამით და ვეცადოთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. პოლიტიკური პროცესის კუთხით რა ხდება დღეს საქართველოში? არის თუ არა რაიმე მოძრაობა ან ქართული ოცნების მხრიდან არის თუ არა რაიმე ისეთი, რასაც შეიძლება პოლიტიკა დავარქვათ,
ან არსებული ოპოზიციური სპექტრის მხრიდან ის რაც ხდება არის თუ არა ეს პოლიტიკა. ალბათ ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც ამას პოლიტიკის სახელდება ძალიან რთულად თუ მოეძებნება. ეს არის უფრო ოცნების მხრიდან ძალისმიერი მეთოდები, ძალისმიერი პროცესები. ახლა იგივე დებატების თემა გავიხსენოთ ხო? 3 დღის წინ დაანონსდა დებატებისადმი მზაობა და რა წინაპირობა ვნახეთ ჩვენ, რა მზაობა ვნახეთ ოცნების მხრიდან, გარდა იმისა, რომ სასამართლო სტომათა დარბაზებში გაგრძელდა ის უგანობა, ისი მოწმენის დღემდე ვართ. ანუ ეს შეეხება პოლიტიკურ პროცესს. უბრალოდ ერთი რაც მინდოდა რომ არ დამავიწყდეს, როცა ჩვენ საუბრობთ გეოპოლიტიკურ ფუნქციაზე და გეოეკონომიკურ ფუნქციაზე, ალბათ ოპოზიციის ერთ-ერთი შესაძლებლობა რომ პოლიტიკა შემოიტანოს საქართველოში და საქართველოში პოლიტიკის შემოტანა მათ შორის ხშირ შემთხვევაში გადის გეოპოლიტიკაზე არ ელოდოს იმას ოცნება როდის შექმნის ქვეყნის მიმზიდველ იმიჯს როგორც რეგიონული აქტორის არამედ თავად თვითონ მე არ ვიცი რა არხებით რა საკომუნიკაციო საშუალებებით მაგრამ არა მარტო ცვლილებებზე ესაუბროს ჩვენს პარტნიორებს ან სადოს დალაპარაკება არამედ დაანახოს ის რომ ცვლილებების შემდეგ ხო და ამისთვის სჭირდება ერთიანი ფორმატი რომ უფრო სერიოზულად გამოიყურებოდეს ცვლილებების შემდეგ როგორ ქვეყანასთან როგორც სახელმწიფოსთან ეკნებათ ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებს და როგორც რეგიონში ასევე გლობალურად რამდენად პასუხისმგებლიანი რამდენად პერსპექტიული და რამდენად სანდო შეიძლება იყოს ეს პარტნიორი როგორც ინსტიტუციურად გამართული ქვეყანა. ფიქრობთ რომ აი ამ უფრო მეტი ეფექტიანობისთვის აუცილებელია რაღაცა ერთიანი მოქმედების ფორმატი არსებობდეს ოპოზიციაში და აი საინტერესო არ ვიცი თქვენი ინიციატივის ადგილს თუ ხედავთ ამ ფორმატში, იმიტომ რომ ხო ხაზგასმით არის საუბარი რომ ჩვენ რაღაცა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს არ ვიწევთ სათანამშრომლოდ, არამედ რაღაცა საზოგადოებრივ ჯგუფებსაც. მე ასე ჩამოგიყალიბებთ პასუხს და თუ თქვენ გაგიჩნდათ უკმარისობის გზნობა, ჩამეკითხეთ რა თქმა უნდა. როდესაც ჩვენ საუბრობთ ოპოზიციაზე და ეს არის გაცილებით უფრო რთული თემა სასაუბროთ ვიდრე ქართული ოცნება, იმიტომ რომ როდესაც საუბრობ ოპოზიციის მდგომარეობაზე, იქვე ძალიან რისკავ რომ გაახვიო საკუთარი თავი კრიტიკის ქარცაცში, მაგრამ ჩვენ ალბათ წელს ამაზე უფრო მეტად ღიად უნდა ვისაუბროთ, ვინაიდან თუ გასული წელი ასე თუ ისე მიუხედავად იმ ნეგატიური პროცესებისა, რაც მიმდინარეობდა, ასე თუ ისე საყაიმო შედეგით დასრულდა წელს ქართული ოცნება და მასთან დაკავშირებული ჯგუფები მაქსიმალურად მოწადინებული იქნებიან რომ გავიდნენ პროცესის ბოლოში. ამიტომ ჩვენ ახლა დღეს რევერანსებით და ასე ვთქვათ მოფერებით და ესეთ ნახევრად კრიტიკით საუბრის უფუნება არ აქვს. ამდენად აუცილებლად ჩვენ ოპოზიციას უნდა უთხრათ ერთი რამ, რომ პირველ რიგში ალბათ ოპოზიციურმა ლიდერებმა, როცა ჩვენ საუბრობთ ოპოზიციის განახლებაზე, რაში მდგომარეობს ეს განახლება, დაწყებული ისეთი სიმბოლიზმებიდან, როგორიც არის საკუთარ თავში ლიდერობისადმი მანიაკალური გზნობის ჩაკლა. ეს არის ალბათ მნიშვნელოვანი რევოლუციური მენტალური რევოლუცია, აი მაგალითად წარდგენა ეთერში, რომ ამა თუ იმ პარტიის ლიდერი და ასე შემდეგ. ეს იმთავითვე უნდა იწვევდეს რესპონდენტში აღშფოთებას, რომ აქ ლიდერობაზე საუბარი არ არის, არამედ გარკვეულ მსოფლმხედველობაზე, იდეაზე, პრინციპზე, რომელსაც ჩვენ მივყვებით, რომ ჩვენ მივყვებით არა ვიქტორ ყიფიანს, ან რომელიმე სხვას, არამედ კონკრეტულ ხედვას, პრინციპს და ეს არის ალბათ ის აი მენტალური გარდაქმნა, რაც ყოველმა ჩვენგანმა უნდა მოახდინოს. ეს ერთი, მეორე. ნაკლები საუბარი დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე და მსგავს საკითხებზე განა იმიტომ, რომ ეს უნიშნულო არის, მაგრამ ეს თავისთავად ნაგულისხმები არის, რომ დემოკრატია ქვეყანაში აუცილებელი არის, ადამიანის უფლებები აუცილებელი არის, მაგრამ უფრო მეტი კონკრეტიკა მეტად სპეციფიური მიმართულებების მიხედვით. ურბანისტიკა იქნება, მრეწველობის საკითხები იქნება, აგრარული თემები იქნება, ანუ ალბათ იცით ახლა ესეც გაცვეთილი ფრაზა არის, რომ პოლიტიკოსის საუბარში მოქალაქემ უნდა დაინახოს, აი ჩვენ პარტნიორებზე თქვით, რომ ცვლილებების შედეგად ეს ცვლილებები როგორ შევა მის ოჯახში, მის სამეზობლოში, მის სანათესაოში, როგორი იქნება კონკრეტული გარდასახვა იმ დემოკრატიული ქოლგის ქვეშ, ინსტიტუციური აღშენობის ქვეშ, მაგრამ მის ჭიბეზე როგორ იმოქმედებს, მის დაცულობაზე როგორ იმოქმედებს, როგორ შეასრულებს სახელმწიფო საბაზისო ფუნქციებს, რომლებიც ხშირად მithქვამს, არის პრინციპში
გადის სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სერვისების გაწევაში. რა არის ეს სერვისები? ეს არის ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ეს არის სოციალური უფლებების უზრუნველყოფა, ეს არის ეკონომიკური საშუალებების კუთხით თანაბარი სასტარტო პირობების უზრუნველყოფა. ხალხს არ ელაპარაკება მათთვის საინტერესო თემებზე, მაშინ როდესაც აგერ ქართული ოცნების დიდი რესურსი იხარჯება მაღალი ფასების შესწავლის საკითხზე. რო ჩავშალო თქვენის ნებართვით და 2 წუთი დამჭირდება, რომ საჭირო არის ალბათ გზავნილების უფრო უკეთ დაკონკრეტება, მაგრამ აქაც ეჭვი მაქვს და გავბედავ და ვიტყვი, რომ ამ დაკონკრეტებასაც სჭირდება გარკვეული ცოდნა და კომპეტენცია. რისი დეფიციტი ზოგიერთ ოპოზიციურ ძალას ალბათ არ აქვს და ეს დეფიციტის არქონა რით არის იცით განპირობებული? ჩემი აზრით და შემეკამათეთ უმევსტები, თვითონ ოპოზიციურ ცალკეულ სუბიექტებში დემოკრატიის დეფიციტით, არჩევითობის დეფიციტით, მერიტოკრატიის დეფიციტით. ესეც albათ ახლა როცა ჩვენ ვსაუბრობთ მედლის მეორე მხარეზე, ეს უნდა დავინახო და როდესაც პროდასავლურმა ოპოზიციამ თუ კი უნდა ერთმანეთთან რაღაცა ტიპის გაერთიანება, აი ეს რაღაცა ტოქსიკური ტვირთი უნდა ჩამოიხსნას, არსებობს ოპოზიციაში ნაწილი, რომელიც მიიჩნევა სწორედ აი ასეთ ტოქსიკურ ტვირთად. მე რა თქმა უნდა სხვადასხვა პოლიტიკოსებს, როგორც ინდივიდებს ახლაც მინდა ამ ეთერის მეშვეობით პატივი დაუდასტურო. არავითარ შემთხვევაში არ მინდა რომ ჩვენი შეფასებები გადადიოდეს კონკრეტული პირების მიმართ რაღაც ნეგატივის გამოხატვაში, მაგრამ აი ოპოზიციური აზრის გადახალისება, მათ შორის აი დემოკრატიულობა ვახსენეთ, ნიშნავს იმასაც, რომ როდესაც შენ პოლიტიკურ ასპარეზზე საქმიანობ 10, 15, 20 ზოგ შემთხვევაში უფრო მეტი წლის განმავლობაში ძალაუნებურად შენ აგეკიდება გარკვეულწილად აი ისტორიული მემკვიდრეობა, ხშირად წინააღმდეგობრივიც. ალბათ ქართული ოცნების გადმოსახედიდან ხშირად აი ასეთი საჩუქრის მირთმევა პროპაგანდის კუთხით, შენი პირადი ბიოგრაფიის კუთხით, შენი პოლიტიკური ჯგუფის ბიოგრაფიის კუთხით, ესეც შეიძლება იყოს ერთგვარი, ასე ვთქვათ, აი ის უპირატესობა, რომელსაც ოცნება ხშირ შემთხვევაში არც თუ წარუმატებლად იყენებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გადემოკრატიულება, რაღაცა ასე ვთქვათ, მეტი ღიაობა თვითონ არსებულ ოპოზიციურ პარტიებში და კიდევ ერთი აუცილებელი რომ და ეს არ არის მხოლოდ ახლა ჯერ საქართველოს ნიშნით ნათქვამი, მეტი ახალი სახეების შედინება, მეტი ახალი პოლიტიკური სუბიექტების შედინება, რომლებიც სწორედ რომ იმ ხშირ შემთხვევაში თუ არც თუ ხშირ შემთხვევაში ტოქსიკური წარსულითა და მემკვიდრეობით არ არიან დატვირთული. ხო და მაინც ვერ მივიღე ამ შეკითხვაზე პასუხი. აი ამ არ ვიცი კულუარული ჯერჯერობით არასაჯარო კონსულტაციების თუ დიალოგის ფორმატში მონაწილეობთ, მიიღეთ ასე ვთქვათ შეთავაზება მონაწილეობის თაობაზე, ხედავთ რაღაცა ეტაპზე მაინც ჯერ საქართველოს ადგილს აპირებთ, განიხილავთ თუ კატეგორიულად შეგიძლიათ ეხლავე გადაჭრით მითხრათ რომ იქ თქვენი ადგილი არ არის. დიახ, თქვენ ჩემი პასუხი მიიღეთ იმ შეკითხვაზე, როდესაც მკითხეთ, რის ირგვლივ უნდა ხდებოდეს გაერთიანება და ჩვენ თქვით, რომ ეს უნდა იყოს გარკვეული პრინციპებისა და იდეების ირგვლივ. ეს ერთი, რაც შეეხება ჯერ საქართველოს პოზიციონირებას, მიპასუხებთ ჩვენი ეთერისთვის დამახასიათებელი გულახდილობით. პირველი, რომ როდესაც მე ვამბობ, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური სტარტაპი, ეს არ არის საკუთარი თავის მისამართით რევერანსი. ჩვენ ჯერ კიდევ ვართ იმ პირველი ნაბიჯების გადადგმით დაკავებული, რომ ჩვენი თავი ჩვენვე უკეთ დავინახოთ. და ხშირად მithქვამს, რომ ჩვენთვის თავარი არის ამ შემთხვევაში შინაარსობრივი მხარე და არაფორმალური. თუმცა ყოველგვარი მოგზაურობის გარეშე გეტყვით ქალბატონო ემა იმასაც, რომ ის სასტარტო პერიოდი, რაც ჩვენ გავიარეთ, არც თუ წარუმატებელი იყო, ძალიან საინტერესო იყო და ვფიქრობ, რომ ინიციატივა ჯერ საქართველოს მინიმუმ ორი რამ შემოაქვს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ეს არის ნდობა და ეს არის იმედი. აი თუ შემიძლია მე ამ ორი შეიძლება ჩემი სუბიექტური აღქმა არის, მაგრამ ურთიერთობთ რა ადამიანებთან, მედიასთან, სხვადასხვა წრეებთან, აი ეს ორი ნიშანსვეტი, ეს ორი თვისება ჩვენი ახლა ტრაბახში არ ჩამithვალოთ, ალბათ დამახასიათებელი არის. შეიძლება ასეთივე შეფასება საკუთარ თავს მიცენ
სხვა ხელახლა შექმნილმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, მაგრამ ახლა კონსულტაციების თემაზე გადავიდა ჩვენ და ურთიერთობებზე. არის ახლა ესეთი შედარება, რამდენად ამ ეთერს მოუხდება, მაგრამ საბჭოთა ჯარში იყო ჯარისკაცებში ესეთი დაყოფა, ისინი რომლებიც უკვე დამსახურები იყვნენ და ახლად გაწვეულებს შორის და იყო გარკვეული ესე ვთქვათ იერარქია. დღესაც, როდესაც ჩვენ ვცდილობთ ჩვენი გზა გავიკვალოთ აი ამ გარემოში, აი ეს ანალოგი რატომღაც მახსენდება, რომ ისინი რომლებიც ძველები არიან, ხშირად ეს ვთქვათ აი ამ სიძველეს თარგმნიან. დამონათება ხდება ხოლმე, თუ არ ვწდებით დედოვშინა ერქვა ჯარში, აი როდესაც რაღაცა უფრო რო დაგამონათონ, უნდა დაიმონათო თავი, მაგრამ უბრალოდ დამოკიდებულებაზე ვამბობ. ამ შემთხვევაში ეს გამორჩეულობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადადიოდეს, უბრალოდ დამსახურებულობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადადიოდეს ექსკლუზივში და მონოპოლიზმში. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, რომ მეტი თამდაბლობა, მეტი უშუალობა, მეტი ღიაობა, მეტი დემოკრატიულობა, მეტი მიღებლობა, ამით საქმე მხოლოდ მოიგებს. რა შევლინდება ხოლმე შეგიძლიათ მითხრათ აი ეს რაღაცა უპირატესობის წარმოჩენის მცდელობა. მე მგონი მე ახლა საკმარისად მეტად გითხარით და ძალიან გულახდილად გითხარით და ახლა დეტალიზაცია და ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთ თემას დავაზუსტებდი, სხვა შორის სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა აი ამ შესაძლო მოდით საჯარო დებატებს და პოლიტიკურ დისკუსიას, პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს შორის ის ამბობს, რომ არსებულ ფონზე დიალოგზე საუბარი არის საზოგადოების დაცინვა, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა ოპოზიციაში შექმნა სხვადასხვა მოსაზრება, ანუ დებატები დღეს არ არის მიზანშეწონილიო. იზიარებ თუ არა ამ მოსაზრებას და საინტერესოა თქვენი საბოლოო პოზიცია ამ დებატებს განიხილავთ თუ საერთოდ კატეგორიულად გამორიცხავთ? სრულად, ეხლა მე რაც მოვისმინე, ალბათ სრულად პირველი მოსმენით ვერ დავეთანხმები ყველა ნიუანსს, მაგრამ მთავარი პრინციპი არის, პრინციპი მდგომარეობს შემდეგში, რომ იმავე საღამოს, როდესაც კობახიძემ გააკეთა განცხადება, ჩვენ გამოვეხმაურეთ და თქვით, რომ ჩვენ მზად ვართ. გვეგონა და მოლოდინი გქონდა შეიძლება ძალიან მიამიტური, რომ ამ განცხადებას მოყვებოდა შესაბამისი ნაბიჯები, მაგრამ შემდგომი დღეების ქრონიკა მიუთითებს იმაზე, რომ ეს განცხადება არ იყო გულწრფელი, მინიმუმ რო თქვათ, ეს იყო გარკვეული თვალთმაქსური ოპტიკის შექმნა, როგორც შინ, ასევე გარეთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა როცა შენ სადებატოდ ვეპატიჟები და ამ დროს ძველი მეთოდებით, რეპრესიული მეთოდებით აგზელებ ოპონენტებთან საუბარს, რა თქმა უნდა, აქ დებატების ზღვარი ძალიან მცირე არის, სივრცე ძალიან მცირე არის. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში არა იმიტომ, რომ ხარ თქვათ რეკლამა გაუკეთო საკუთარ თავს, რა თქმა უნდა, ბატონ კობახიძესთან ჩემთვის დებატი იქნებოდა ძალიან საინტერესო და ჩემი აზრით აუდიტორიისთვისაც ძალიან საინტერესო მოსასმენი იქნებოდა. ეს ჩემთვის საინტერესო მოსაუბრი არის, მისი ფსიქოტიპაჟიდან და ტიპაჟით დაწყებული და მისი ინტელექტუალური ბაგაჟით დამთავრებული, ჩემთვის ძალიან საინტერესო დუელი იქნებოდა, მაგრამ ასე დებატზე რო გახვიდე, გარკვეულწილად იცით, აი საზოგადოებრივი ლეგიტიმაციაც უნდა გქონდეს და ლეგიტიმაცია ამ შემთხვევაში გადის თვითონ დებატის კონცეფციისადმი ლეგიტიმაციაზე. ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ ამ თემას გავარჩევთ, საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან ასეთი შემოთავაზების მიმართ სანდოობა და მიმღებლობა ძალიან დაბალი არის. მოკლედ ყველაფერი დამოკიდებულია რეალურად იმ ფორმატზე, რომელიც ჩამოყალიბდება აი ამ დებატებთან დაკავშირებით და ასევე ალბათ ოპონენტებზეც, ანუ ერთადერთი კობახიძე თქვით, რომ თქვენთვის ეს სიტყვიერი თუ აზრთა ჭიდილი, აზრთა დუელი მასთან საინტერესო იქნებოდა, ანუ მხოლოდ მას განიხილავთ როგორც ოპონენტს ასეთ ფორმატში? საერთოდ ზოგადად ვთვლი, რომ თუ დებატების ჯერი დადგა და ვიმეორებ აქ მარტო განცხადება არ გმარა. შესაბამისად, მართლმა პარტიამ უნდა გადადგას ის ნაბიჯები, რომლებიც დებატებისთვის შესაფერის გარემოს შექმნის და განაწყობს მეორე მხარეს დებატებში შევიდეს. ეს უნდა იყოს დებატები მხოლოდ პირველ პირებთან. ასე შეიძლება იყოს იერარქიულად 2, 3, 4, 5 მეტი არა, ახლა ჩვენ ნუმეროლოგიით თუ არ დავყავდეთ,
ეხა რიგითი წევრები, ქართული ოცნების ან მათთან დაახლოებული პირები სადებატოდ დიდად საინტერესო მხარეს არ წარმოადგენენ. კეთილი, სხვა შორის აი დღევანდელ განცხადებაში კობახიძემ არ გამორიცხა, რომ თავადაც მიიღოს მონაწილეობა აი ასეთ საჯარო დისკუსიაში. ვნახოთ, როგორც თქვა გასულ კვირას, რომ დაახლოებით 2 კვირაში უკვე რაღაცა გადაწყვეტილება აი ამ საჯარო დებატებთან საინტერესოა დაველოდოთ. მიმართებაში ხო მიღებული იქნება. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიქტორ ყიფიანი, ინიციატივა ჯერ საქართველოს თავდამფუძნებელი ჯეოკეისის ხელმძღვანელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. სულ ეს იყო ამ დროისთვის. გადაცემა 360 გრადუსით ეთერში დაგებრუნდებით 4 შაბათს, თუმცა მე და თქვენ ამ არხზე ხვალად შევხვდებით ერთმანეთს.